როგორ ხარ ჯერჯერობით მე მგონი დაკავებას გადარჩი. ხო, ჯერ ამ ეტაპამდე კი. ბიძინა გრძელვა და შეეფექტური რატოა? მაგიტო სვლებს თავისას სინჯავს. ანუ ემოციურად არ მოქმედებს. ანუ გათვლებში ჯობნის ოპოზიცია. აუცილებლად. მე სულ ამბობ ამას, აუცილებლად. რა ავნო ამ პროტესტმა ამ ხელისუფლებას? რამე დაუშავა, რამე პრობლემა შეექმნა, რამე ვერ გააკეთეს, რაც უნდოდა? ყველას ვეკითხები. რა არის მიზეზი, რისთვისაც არ დადიხარ და 90%-ში ყველა გეუბნება, რომ იმედი მჭირდება რა. ხომ გეტყვით ქოცები როგორ დაზარალდნენ. ქოცები დაბადების დღეებს ღია სივრცეში ვეღარ იხდიან. და გიგა ვაკარიო, რომელიც არც ერთხელ არ ყოფილა შეტოტმანებული, შეჯანჯღარებული, ოღონდ კიდევ ერთხელ ამბობ, მე გიგას წესიერებაში კაცო, ეგ არ ვამბობ, რომ გიგა ხელს ესე კერვადებ, მაგრამ კითხვა არსებობს. საბოლოოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ 13 წელია ოპოზიცია აგებს სწორედ იმის გამო, რომ 13 წელია ოპოზიცია აგებს, იმიტომ რომ ბიძინა აყალბებს. მეორე ხარ არის ნაცე. 13 წელია აგებს ოპოზიცია, იმიტომ რომ აყალბებასთან ერთად ვამბობ, აყალბებს და იმიტომ რომ პროპაგანდა არ უშაო? კი. ხო და პროპაგანდა რაზე იგება? ნაცებზე იგება ძირითადად. მანქანების ლაპარაკი უნდა დასრულდეს. უნდა ვთქვათ, რომ წარსული გვერდზე, ხო და თუ არ არის, მაშინ ვიქნებით ამ მდგომარეობაში მე რა. მაშინ არ ვაგებ. პროპაგანდაში იქამდე წავაგებ, სანამ შევყვები მე რა. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. როგორც გახსოვთ, ჩვენი წინა გადაცემის სტუმარი ზურა გირჩი-ჯაფარიძე იყო. მან ამ გადაცემაში გამოთქვა ვარაუდი, რომ მას ამ კვირაში დაიჭერდნენ და მისი ეს ვარაუდი ახდა. სავარაუდოდ იგივე ბედიელით ნიკა გვარამიას და ნიკა მელიასაც, რადგან არც ისინი აპირებენ გირაოს გადახდას. ამ ფონზე, როდესაც დაკავებული ოპოზიციონერების რიცხვი იზრდება, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიცია გაერთიანდებოდა, უფრო შეკავშირდებოდა. თუმცა ამის საპირისპიროდ მოხდა ის, რომ ოპოზიციაში კიდევ უფრო გაღრმავდა დაპირისპირება. ზოგს იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ თქვა, რომ გირაოს გადაიხდის და ციხეში არ ჩაჯდება. ზოგს პირიქით გაახსენდა, რომ ციხე არც ისეთი პრობლემურია და იქ წასვლა კურორტზე წასვლა შეადარა. მაგალითად გიგა ბოკერიას გაუხსენეს ის, რომ ის არასოდეს დაუბარებია დაკითხვებზე ქართული ოცნების პირობებში და არც თია წულუკიანის კომისიაზე იბარებენ და ამიტომ მის მიმართ რაღაც ეჭვები გამოითქვა. ამ დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა ჩემი კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება. მასთან ჩვენ ამ პროტესტზე, დაპირისპირებაზე და ოპოზიციის შესაძლო ერთობაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით მე რა. როგორ ხარ ჯერჯერობით მე მგონი დაკავებას გადარჩი. ხო, ჯერ ამ ეტაპამდე კი. და შეიძლება ითქვას, რომ ჩაი არა ამ საფრთხე. არ ჩაი არა ამ საფრთხე. რატო? ვფიქრობ, რომ არა, იმიტომ რომ ბრალს აგვიყენებენ ყველა შემთხვევაში და ამ თემას ამოწევენ ყველა შემთხვევაში ერთმანეთ ჩემთვის ძალიან ისეთმა ადამიანმა, რომლის აზრსაც მნიშვნელობა აქვს. ხომ მითხრა, რომ ანუ თქვენითო თემებიო მარტივად იფარება, იმიტომ რომ მაინც აყვითლებენ რა ამ ჩვენ თემას რა. აყვითლებენ დაყავთ იქამდე ნანუკა სახში ჭაღი როგორია, აბა კედლის ფერი, აბა რამდენი ცალი სახის ისედო, აბა ის, იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში სანახაობა არის უფრო მეტი მაყურებლისთვის რა, ვიდრე რაღაცა სხვა საქმეები და სადამდედაც ეს რესურსი აქვთ, რომ სანახაობა ამბიდან შექმნან, რავი, შეიძლება მეორე შემოვიდნენ ჭრეკაზე, ოღონდ ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, იმიტომ რომ ეს სანახაობა მათ სასარგებლოდ არის. იცი რა არის, ნებისმიერ შემთხვევაში ახლა უნდა შექმნან ეს ყველაფერი. ახლა მეორე საკითხი რომ მათ რაღაცა ბოლო კვლევაც თუ რაღაცა ეს ბოლო ამბები სხვა და სტურებს რომ რაღაცა ამ ეტაპამდე 35% მყარი ამორჩეული ყავს ქართულ ოცნებას რა. ქართული ოცნება ხო ახლა არ მუშაობს იმაზე, ვინც მას მხარს არ უჭერს. მუშაობს იმას, რომ 35% მყარად შეინარჩუნოს და შესაბამისად მათ ეს მოსწონთ, იმიტომ რომ ნახე ნანუკასთან ჭრეკაზე თემა მათ ამომრჩეველში იმაზე კი არ იყო რამდენი სწორად შემოვიდნენ ან რამ. საუბარი იყო ჭაღი როგორი მქონდა, სახლი რამდენი კვადრატული მაქვს და ვიდრე ეს თემა ამ ჟანრში მუშაობს, ძალიან კარგია იმისთვის, რომ ეს ხალხი გაართონ. ხო და რა ანუ ნანუკა მდიდარია და ეს არის კომპრომატი. ეს ხო მთლიანობაში ხო ამას ქმნიან ახლა. არა, ეს კიდე სხვა თემაა ნანუკა რომ მდიდარია. ამაზე ამუშავებენ მე ტროლებს, მათ შორის მათი მხარდამჭერებიც მე კარგად ყვებიან, რომ ნანუკა მდიდარია, ნანუკა კარგად ცხოვრობს, თუმცა არ ვიცი ოლიგარქია ირჩია მისმა მომრჩეველმა და ნანუკა რო კარგად ცხოვრობს, პრობლემა რატო არ არის, არ ვიცი, როდესაც თვითონ მილიარდერია, მაგას მაინც ვერ ხვდები, მაგრამ ნუ ეს მის ამომრჩეველში შედარებით ღარიბ ამომრჩეველში, რომელსაც არ მოსწონს სხვის სიმდიდრე, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ნანუკა თუ მდიდარია, ეს მას ამაზე არ ეხარჯება. ბიძინა რომ მდიდარია, გონა ფიქრობდა, რომ აირჩევდა უფასო ფული ექნებოდა და ნანუკა რომ მდიდარია, რა ბიძინას ამომრჩეველს. ასე უყურებს თვითონ. და შესაბამისად, მე კიდე მეორე ნაწილია და ამიტომ მგონია, რომ ბრალსაც აგვიყანებენ, მე ხა უბრალოდ ამ პროცესებში ყველაზე მეტად სპონტანური რაც იყო ბიძინასთვის, ფიქრობ, რომ პოლიტიკოსების ეს გადაწყვეტილება რომ არ გადავიხდით. იქ ერთმა თქვა არ გადავიხდი, მეორემაც თქვა რომ მაშინ არც მე გადავიხდი და ეს რაღაცა წავიდა, ხო?
და შესაბამისად ეხა ამ პოლიტიკოსების დაჭერის ფონზე ეხა კიდე ჩვენთან შემოვიდეს თავიდან ჩხრეკა ჩაატაროს ბრალი წაგვიყვანოს, ეხა ამდენი ხმაურიც არ უნდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი დრო მოვა სადღაც ივნისის ბოლოსკენ, აი ნიკასი ხო 9-11-ია, გვარამიასი, მაისის ბოლოს არის მელიასი. ეხა ესე რომ ვთვლი, აი გვარამიადან ერთი 10 დღე რო გავა, მერე ისევ ფონდების თემას წამოწევს. თუ კიდე ვინმე არ შევიდა ეხა ციხეში თავის ფეხი. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ რატო უნდა აწყობდეთ ამდენი ადამიანი ციხეში? რა გათვლა არის ამაზე? თუ თulis რომ გარედან უფრო გარეთ უფრო ეფექტური ხარ, ჯერ მოდით დავიწყოთ რომ პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს. ეს მათ გაუვარდა უბრალოდ. ეს პოლიტიკოსებისთვის იყო სწორი სვლა, იმიტომ რომ ეს რაღაცა დიდი შავი ხრელი პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს შორის შედარებით ამოივსო, ხო? ეხლა ზურას ვნახეთ, ზურა კიდე სხვა სენსია, იმიტომ რომ ზურას არ ასოცირდება არც თომ იმ რაღაცა 9 წელთან არაფერთან და გაცილებით უფრო მეტად მტკივნეულია. მე ხა ისეთმა ქოცმა ადამიანმა დამილა იქა ზურას და მისი ცოლის ფოტო, მეთქი მართლა ხომ მშვიდობა, ანუ ისეთმა რა, ძალიან ღიათ იმათმა მხარდამჭერმა, იმიტომ რომ მასაც არ მოეწონა ზურა ციხეში, იმიტომ რომ ზურა ციხეში ნახო არ უნდა შეება ვიღაცების უნდოდა, მაგრამ ზურასი არ უნდა. მაგრამ ეს ხო ბიზნეს გეგმა არ იყო, ეს ხო ბიზნეს უბრალოდ ამოუყირავდა. და ეხლა ნახე როგორ არის, თუ შენ გარეთ და მაგრამ ბიზნეს რატო უნდა და მე ციხეში დაჭერა, ფიქრობდა რომ ხა ზურა შეიძლება არა, მაგრამ ფიქრობდა რომ ეს ოპოზიცია გინდი გარეთ იყოს, გინდ შიგ იყოს, შიგნით იყოს, პირიქით შიგნით ყოფნა უფრო აზარ არის ბიზნეს რა. და ეხლა ნანუკა არ უნდა რა, იმიტომ რომ ეს ნანუკა არ ჩერდება მისთვის რა, ამ პატიმრ. მაგრამ აი შენი ციხეში დაჭერა რას აძლევს ბიზნესს? აი ნახე როგორ რაღაცას აძლევს რა, ძალიან ძნელია დღეს ამ რეალობაში იმ რესურსის მოძიება, რომ პატიმრის ოჯახის წევრებს ხელი გაუმართო, პატიმრებს შიგნით ხელი გაუმართო. განა იმიტომ რომ ამას ვერავინ ვერ გააგრძელებს. გააგრძელებს, მაგრამ ეს ხო უკვე აწყობილი პრინციპია, აწყობილი რგოლია რა. აი მაგალითად ეხა ვიღაცა ვინც ამას თავიდან გააკეთებს, უნდა გაიცნოს მშობელი, უნდა შევიდეს ურთიერთობაში და ნანუკა მე ხა იცის მაგალითად ნანის დღესდღეობით სატურაცია რამდენი ქონდა. ანუ ჩვენ ხო რაღაცა ძალიან მჭიდრო ოჯახი ვართ ჩვენი საერთო ჯგუფით და იქ იწერება ყველა პრობლემა მათი. ყოფითი არ პატიმრების ოჯახის წევრზე და ეხა ეს ერთი თემაა. მეორე თემა ის რომ რაღაცა სტუდენტებთან ურთიერთობა, ანუ არ უნდა რა ნანუკა ციხეში ურჩევნია ალბათ. მისი გადასახედი და მგონი, მაგრამ მე არ ვფიქრობ ესე რომ 100%-ით აქეთკენ წავა ბიძინა რომ აი ციხეში ჩამოსავს. არა, სხვა რაღაცებს შეეცდება. აი მაგალითად შეიძლება დამიყადაღოს ჩემი გადაცემის ფონდ ანგარიში. იმიტომ რომ ის არის ჩემი შემოსავლის წყარო. და ფიქრობს რომ შენ თუ ახლა ესე ბლატაობ რომ არც იმის გეშინია და ახლა იქ წახვალ და გახტები და იოგას და წიგს აიკითხავ და კარგად იცხოვრებ, მაშინ მოდი აქედან არ მოგიდგები, სხვა კუთხიდან მოგიდგები. ბიძინა გრძელვა და შეეფექტური რატოა? მაგიტო სვლებს თავისას სინჯავს. ანუ ემოციურად არ მოქმედებს რა. ეხლა მე გავბრაზდი და ნანუკა ციხეში შევაგდე, ეგრე არ იყოს გადაწყვეტილებას რა. ფიქრობს რითი უფრო მეტად დავაზარალებ და აი შეიძლება ახლა დამიყადაღოს გადაცემა. ანუ გათვლებში ჯობნის ოპოზიცია. აუცილებლად. მე სულ ამბობ ამას, აუცილებლად. ბიძინას რუსეთშიუდავს ყველა არ ეძახდნენ. ანუ გრძელი ვადა ბიძინასია რა. ერთადერთი ეხლა რაც რითიც ბიძინა ვერ იგებს ისე ეფექტურად როგორც მას უნდა რომ მოიგოს, არის ის რომ მორალური უპირატესობა აქეთ არის და ეს რაღაცა პროცესს უგრძელებს რა. ხო, ანუ ამაზეც ვილაპარაკოთ მორალური უპირატესობა ეს თემა, იმიტომ რომ ნახე ხა კოცები რითი მშვიდებენ თავს ან ვცდილობენ რომ მორალური უპირატესობა ისე მათკენ იყო რომ ეხლა რატო შედიან ისე მარტივად ციხეში ისეთი რამბები არ ხდება რაც მიშა ზოსთებოდაო. თორე აბა ისეთი ამბები რო ხდებოდეს ციხეში თუ შევლენ ესე თავისი გადაწყვეტილებით ციხეში. ანუ ახლა ამას ატრიალებენ ჯაფარას. იცი როგორ რაღაცაა? ამათო ერთმა დაწერაც ჩვენი კოლეგა არის ბორჩი მუშაობს საზოგადო მაუწყებლის, ამათო ეხლა იქ ციხეში ისეთ რეჟიმმა დაუმყარო როგორც მიშას დროს იყო და მე ნახავდნენ როგორ მოუნდებოდა ციხეში წასვლა. ხო, იცი როგორ რაღაცაა? რა უსმენ ფიქრობ რომ ხო მესმის რასაც ამბობს, ეხლა ვერავინ ვერ იტყვის რომ არ გესმის რასაც ამბობს, მაგრამ აი მაგალითად ჩვენ უკვე მივიღეთ ის შედეგი, რომ ზურა ჯაფარიძესთან პირადი წერილიც კი არ შეაგზავნინეს ადვოკატს, ანუ დაიწყეს ამათვის უკვე იმ რეჟიმის შექმნა ნელ-ნელა. ეხლა ბედუკაძის კადრებით მოსული ადამიანი შენ ციხეში არ გაგლახავს, ესე ადგება და მიუხედავად იმისა, რომ ციხეში უკვე არიან გარდაცვლილი ადამიანები. ადგება და იქ რეჟიმის მაყურებელს შეიძლება შენთვის პრობლემა შეაქმნევოს, მაგრამ პოლიტიკოსი ამას ვერ იზამს, იმიტომ რომ პოლიტიკოსი სხვა განზის და ეგ რთული სისტემაა დღეს. მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ დღეს ციხეში პატიმრები კვდებიან. დღეს ციხიდან ნაცემ პატიმრები გამოყავთ. ისე, რომ ამბობენ, რომ თურმე ჩამოვარდა მრავალმხრივი მოტეხილობის შემდეგ. ანუ ესე მთლად ციხეზეც ეხა მოდი მთლად ესეც ნუ ილაპარაკებენ მისი ამ მრჩევლები. თუმცა კიდევ ერთხელ თუმცა ციხე დარჩა, მე მგონი ერთადერთი რაშიც ისინი ნაცებს არ დაემსგავსდნენ. რეჟიმის თვალსაზრისით. მაგრამ ნახე რატო ყველა გადმოიბირეს, მოსამართლე პროკურორი ყველაფერი გააკეთეს, ხალხი ცემეს აქციებზე, დალეწეს.
ხო 10 ჯერ 7 ნოემბერი მოაწყოს. მაგრამ ნახე მე როგორ რაღაცაა, ნახე როგორ შეხედავ შენ ამბავს რა. ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს მეს კენიშოს რომ ვინმე ნაციონალური მოძრაობის ციხის რეჟიმს ამართლებს, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ რატო არ გადმოიბირებდნენ? იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის პრინციპი იყო პოლიციური სისტემის შექმნა, მათ შორის ციხეშიც. ანუ ციხეს მაყურებლები არ უნდა ყოლოდა. და ამან შექმნა სასტიკი რეჟიმი ბადრაგების მხრიდან. და შემდეგ ეს სამწუხაროდ გავრცელდა ყველაზე. მაყურებელზე კი არა, ქურდზე კი არა, გალიებში იადონები რო ქონდა და ბჯაყუზი რო ქონდა, მაშინ რა ქვია, მოწყობილი თავის საკანში. ეს სამწუხაროდ გავრცელდა მე ეკონომიურ დანაშაულზე, ელემენტალურ გადაცდომაზე დაჭერილ ადამიანებს და ამიტომ იქცა კიდევ უფრო მძაფრ სისასტიკეთ და მაგას ქოცი არ გაგიკეთებს დღეს შენ. ჯერ ერთი ის რა გრძელებაც მოყარს ქოცმა არცნაცმა და არავინ არ უნდა გააკეთოს, მაგრამ პოლიციური სისტემა არ უნდა ციხეში ქოცი. ბიძინა დგას ქუჩაზე ბიძინა დგას ქურდებზე, ბიძინა რა, სუსი მართავს არჩევნებს ქუჩით და ქურდებით, ძველი ბიჭებით. ამ ქალაქში აღარ არსებობს ეგრეთ წოდებული ავტორიტეტი სახელი და გვარი, რომელიც არ დააბრუნეს. კრიმინალური, ოღონდ არაკანონიერი ქურდი. აი ქუჩაში რომ ავტორიტეტით სარგებლობენ ბჭყალებში, რა თქმა უნდა. არ არსებობს ასეთი, რომელიც წასულიყო, მათ შორის ქართული ოცნებამ გაუშვა, განამარტონაცების დროს. შემდეგ ქართულ ოცნებამ გაუშვა, ყველა დააბრუნეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ოღონდ ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანებიც კი რაღაცა ჯგუფებად დაპირისპირებული. ყველა გავლენიანი, თითქმის ყველა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი ახლა არის თბილისში. ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში მთავარი სტავკა ამ ხალხზე გააკეთეს. ხო, ანუ კრიმინალებით იგებენ არჩევნებს ამას. ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტია. ძალიან ძლიერი ბერკეტია ბევრ სხვა ბერკეტთან ერთად. და კი ისინი დგანან, იმიტომ რომ სახელებით და გვარებით ვიცით ჩვენის ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ პროცესს გარეთ. ხო, აქციებზე დალეწილ ხალხზე ვისაუბრე და მე ხშირად როცა მეკამათებიან Facebook-ზე ხოლმე ოცნების ხარდამჭერები და შემოდიან რაღაც პოსტებს და მე სურათებს უდებ ხოლმე ამ ნაცემი ხალხის. რომ აი ამ ძალადობა ჩაიდინა ამ რეჟიმმა და ამაზეც ესეთი პასუხი აქვს, რომ აბა თქვენ რა გონიათ ახლა იქ ეს ახალგაზრდები ლამისარი რუსთაველი გადაწვეს რაღაცებს რომ ხელისუფლების დამხობა გინდათ, ერთმა პირდაპირ დამიწერა რომ რევოლუცია გინდათ, ხელისუფლების დამხობა გინდათ და მოგხვდებათ მუშტი, აბა როგორ წარმოგიდგენიათ. გასაგები, აბა 7 ნოემბერს რატო იყო პრობლემა? ხო, ასე უყურებთ. მაშინ უნდა ვკითხოთ ამ ხალხს, მაშინ 26 მაისს, როდესაც შენ გამოდიხარ და ამბობ რომ აღლუმს არ ჩაგატარებინებ. მე ასეთი დესტრუქციული რაღაცა შემოძახილის წინააღმდეგი ვარ ახლაც 26 მაისია, აღლუმი უნდა ჩატარდეს. აღიარებული ეს ხელისუფლება არ აღიარებული არის ხელშეუხებელი თემები და ასეთი არის ჯარი. ხელშეუხებელია აღლუმი ჯარი. შესაბამისად, ანუ 26 მაისაც უნდა დაელეწათ ის ხალხი რას გვეუბნება. ანუ მათი გადასახედიდან აღლუმს არ ჩაგატარებინებთ, აქ გადავკეტავ გზას, აქ ჯარი ვერ გამოივლის. ანუ ხელისუფლების დამხობა გინდა, კაცო. პირდაპირ დღეს მოყოფი ოპოზიციაში ხელისუფლებაში ადამიანები. საუბრობ 2011 წლის 26 მაისს. აი, როდესაც ისინი იმის მაყურებლებისთვის. ხო, როდესაც ისინი ამას ამბობენ, მაშინ უნდა კითხო, რომ ანუ მაშინაც უნდა იგივენაირად ეცემათ, მაშინ 26 მაისსაც იგივე თქვი, 7 ნოემბერზეც იგივე თქვით, რომ მაშინ არსებობს ჩანაწერები, კაცო, რომ ხელისუფლების დამხობა იყო იგივე მხარის მოტივით. თან ეხა ვიდეოს უყურებთ, ხო? როგორ ჯოხებით მანქანების დალეწვა, როგორ გამოდიოდნენ დიახ მოლოტოვების კოქტეილების ნახავთ თქვენ, ვიდეო ჩანაწერები ხო არსებობს? ანუ მაშინ იგივე როდესაც თვითონ მისი ხელისუფლება მაშინ ოპოზიციაში ყოფი იგივე საკეთებდა, რატო ამართლებდა? ანუ მაგრამ მე სხვაგვარად უყურებ ამ ამბავს. ნახე როგორ უყურებ, მე უყურებ ერთ რამეს. მე მესმის, მე წინააღმდეგობაც ვნახე, არასწორად რომ დამიჭრა იმედმა, მე ის კი არ მithქვია რომ არ მინახავს, კაცო, მე ვთქვი რომ დაკავებულებს ვერ უმტკიცებენ ამას, თორე მე ვნახე რა თქმა უნდა, ვნახე აქედან ნასროლიც ვნახე, დაზარალებულიც ვნახე, ეს ვინც ვერ ნახა, გამორიცხულია ხო, ეხლა რა ნეჭება რომ თეთრზე თქვა რომ შავია, მაგრამ ნახეთ რა ხდება სასამართლო პროცესებზე. სასამართლო პროცესებზე ხდება ის, რომ 11 მოწმე დაიკითხა, აი მაგალითად 11-იანი საქმეში. და ამბობენ. ამ ბიჭების საქმეზე საუბრობ. ხო, 8 კაციანი და 11 ჯგუფური სადაც არის. სასამართლებენ 11 ახალგაზრდას. სასამართლოა ინდივიდუალურად, სადაც მაგალითად მტკიცებულებაა და ეს ადამიანები საპროცესოს ითხოვენ, ამბობენ რომ მე დავაზიანე კამერა და გამიფორმე საპროცესო. მაგრამ აი 11 კაციანში და 8 კაციანში ამ ბრალდებულებში ჯგუფურებში არავინ არ აღიარებს ბრალს. ამბობენ რომ ჩვენ აქვთ ყუილა ვართ, ანუ რასაც მეუნები მე გარდა მშობელი. ანუ ვიღაცამ შეიძლება ისროლა ბოთლი, ვიღაცამ შეიძლება ისროლა მაშხალა, რომელიც შევარდა პარლამენტის შენობაში, მაგრამ
მე არ ვიყავ. პოლიციელები რომ მოყავთ ამ პროცესზე, რომლებიც ყვებიან რომ მე მომხვდა ბოთლი ან რაღაცა ჯოხი მომხვდა. ესენი არ იყვნენ. ეკითხებიან, ესენი იყვნენ? არა. თუმცა არსებობს აღიარებითი ჩვენებებიც, სადაც არსებობს ღია მტკიცებულებები, აი მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული როგორ აზიანებს კამერას. და ამბობს ავანაზღაურებს ზარალს, ამას ხო ითვალისწინებს მუხლი, რომელიც აყენებული მაქვს და ვაღიარებ ბრალს. და რაღაცა გონივრული ვადა მომისაჯა, მაქსიმუმს ნუ მომისჩე. და რაღაცა ერთ ადამიანს ახლა არ მინდა რომ ისი გვარი ესე საჯარო დავასახელო, თუმცა ყველა მიცის ახლა ეს ადამიანი, ხო? აღიარა ბრალი, უთხრეს რომ პოლიტიკოსებზე დაწერე, ნუ ეს არ არის ახლა ესეთი ბუბუტეიშვილია, გვარად არ არის, საიდუმლო რატომ ალა, არასწორია. დაწერა პოლიტიკოსებზე, პოლიტიკოსმა თვითონ შეუთვალა, ასევე ის ყოველთვის ითხოვს რომ იქნება ასე მოყვეთო და ნამდვილად ასე იყო. პოლიციამ თვითონ შეუთვალა ვაშაძემ თქვა დაწერა ჩემზეო. არ არის პრობლემაო და მაშინ თან იცავდა კიდევაც იმუნიტეტი ვაშაძეს და დაწერა ნამდვილად და მაქსიმალური ვადა 5 წელი მიმოსაჯეს. ანუ ადამიანს რომელმაც აღიარა არ უდგებიან ჰუმანურად და მეორე ადამიანი რომელიც ამბობს არაფერი არ დამიშავება მე აქ ტყუილა ვარ არაფერი არ მისვრია უსჯიან მაქსიმუმს თან რაც თორია არც ყველაზე მნიშვნელოვანი რატო ჩვენ ამაზე გვისაუბრია აი შენი აზრით პოლიციელი ვერ ნახეს რომელიც შუბლზე ძაღლს გაიწყვიტავს და ეთქვის რომ ხო შენ მესროლეო პრინციპში მე რასაც ვაკვირდები ბევრი წერს რომ აი სრულმოწმე პოლიციელები მოდიან ხო ანუ არა აი 11-იანი საქმეში ჯერ არ არსებობს ეგეთი 8-იანი საქმეში ჯგუფურებში ეგეთი არ არსებობს ხო ყავთ სრულმოწმეები აქ რატო ვერ მოიყვანეს აი არ ვიცი მართლა გაოგნებული ვარ იმიტომ რომ მაგალითად ახლა ნანი წულაიაშვილის შემთხვევაში გიორგის შემთხვევაში პოლიციელმა ხელი დაადო და ბიჭი შოქშავარ და მე მეუნები თუ ამას რომ მე თქვენო ნამდვილად დამინახეთო და იქ მართლა და მანამდე 4 სრულმოწმე გაუფუჭდათ და იქ იყო რაღაცა წარმოუდგენელი ამბები და აი ამ პროცესებზე ვხედავთ რომ აი ამბობს აი მაგალითად მოყავთ მეხანძრე რომელსაც პოლიციელს უწერია ჩვენებაში რომ მე ვარ პოლიციელი ანუ რისი თქმა მინდა ამით რა მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს არც კი ცდილობენ რომ ენერგია და რესურსი ჩადონ ამ საქმეების შეკერვაში ჩვენი 35% ყველაფერს დაგვიჯერებს ის 35% ყველაფერს ჭამს და შენ ახლა თუ დაიჯერ ეგრე უდგებიან ის ხალხი რომელიც წინა რეჟიმის დროს ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმის დროს ებრძოდა თითქოს ძალადობას და პროტესტებდა დღეს ეს ხალხი მე მიწერს კომენტარებში რომ კი ძალადობა მოსულა იმიტომ რომ მუშტი უნდა მოხდეს ამ ხალხს ახლა ხელისუფლების დამხობა უნდა დაბა როგორ წარმოუდგენიათ გეგონება თვითონ არ ამხავდნენ მაშინ ხელისუფლებას ხო მაგრამ ნუ ახლა მეორე ხნა თუ შეხედავ ახლა სულ ხელისუფლებასაც დამხობის რეჟიმში ვერ ვიქნებით ხო ახლა ვერ წაკიდან და ამიტომაც როდესაც არჩევნები ტარდება უნდა წახვიდე უნდა გადააბარო ისე როგორც ეს 2012 წელს მოხდა როგორც არჩევნებით გადმოგაბარეს ახლა ამერიკელებმა უთხრეს სულ მათ ჩასდახა deep state ელაპარაკა თუ ღამეს იზმარი ნახა მიშა სააკაშვილმა არჩევნებით ხელისუფლება გადააბარა და შესაბამისად მე მაგალითად ვარ მათ შორის ვისაც არ სჯერა რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებს არჩევნების გზით არ არსებულია ნუ მიშაზეც არ ჯეროდა მაგრამ მიშამ გადააბარა და თან 9 წელიწადში მე 12 წელიწადს შენ რომ ასე მომექცევი იმიტომ რომ მე არ გიჯერებ და გეუნები რომ არ მოხდა არჩევნები სწორად არ ჩატარდა და მაგრამ სინამდვილეში ხო ეს კიდე ეს ყველაფერი ეს რაღაცა ამოხეთქვა არ მომხდარა იმიტომ რომ არჩევნები სწორად არ ჩატარდა ეს ამოხეთქვა მოხდა იმიტომ რომ კობახიძე გამოვიდა და თქვა რომ მე ისეთი მაგარი ბიჭი ვარ ეხა გავბედავ ვიტყვი რომ ჩვენ ფლათ ევროპისკენ არ მივდივართ აი ცოტა საეჭოა ეს ამბავი და გამივა აი ხო სინამდვილეში ხო აფეთქება ამას მოყვა და გმითხრა რომ გამოვალ და გცემ იმიტომ რომ თუ მინდა არ წავალ ევროპისკენ და შენ ვერ გაბედავ რო აი გამოხვიდე და ჭყუა მასწავლო ანუ რა მინდა მაყურებელმა რომ გაიგოს რა არჩევნების გაყალბებისზე რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, მან შეიძლებოდა კიდევ რაღაცაზე დავა, რომ მე ძმაო მოვიგე, აგერ ლეგიტიმაცია მომცა იმან, ამან ჩემი ამომრჩეველი მყავს და მოვიგე. მაგრამ სინამდვილეში ხო ეს მაქსადაო საკითხს არ მოყვა. ეს მოყვა იმას, რომ ამ ქვეყნის და აღმოჩნდა ნახეთ რამდენი ადამიანის სამსახურები და რამდენის გაშვება მოუწიათ. მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიც კი ძალიან ბევრი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ამბობს, რომ მე მინდა ევროპა და მისთვის ეს განცხადება აღმოჩნდა საეჭო. და ტიპი გეუბნება, რომ შენ ვერ გამოთქვო პრეტენზიას, მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და მნიშვნელობა არ აქვს, შენ მერიაში მუშაობ, საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ სად, თუ ისე არ ფიქრობ როგორც მე, გაგიშვებ, გცემ, დაგიჭერ, დაგაყადაღებ და მაინც იმას გავაკეთებ, რაც მე მინდა რა. ხო, კი ბატონო, მაგრამ საბოლოო ჯამში გააკეთა ხო მაინც? კი. რაკამდე? რაც უნდა იმას აკეთებს. კი, გააკეთა. ანუ მივედით მთავარ კითხვამდე, რომ რა ავნო ამ პროტესტმა ამ ხელისუფლებას? რამე დაუშავა, რამე პრობლემა შეექმნა, რამე ვერ გააკეთეს, რაც უნდათ? მე გეტყვით ახლა რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა, ამაზე სხვა ჩემი მომხრეები გამინაწყენდნენ, მაგრამ საერთოდ მგონია რომ მე მგონია რომ ცხოვრებაში სწორ დიაგნოზებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ოღონდ ამას ახლა სადღაც ამოკითხოს კი არ გეუნებ მე რა
მე მგონია რომ მე რომ ცოდნოდა და დედაჩემს რომ ცოდნოდა რომ მქონდა იმ სტადიის სიმსივნე რა სტადიის სიმსივნეც მქონდა სხვანაირად იმოქმედებდა და რაღაცა ბოლო წლებს ცხოვრების არ დაკარგავდა ქიმიის კეთებაში და შეიძლებოდა ემოგზაურა და რაღაცა ბოლო მოგონება დარჩენოდა ის ქვეყანა არა გადაპარსული თმა არამედ ის ქვეყანა სადაც უნდა მოგზაურობა ადამიანს როდესაც ეუბნები რომ შენ გჭირს ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი როდესაც ადამიანი და საერთოდ ფსიქოთერაპიაშიც ხმამაღალი განაცხადი მე რა მჭირს აქ პირველი გეუნება ამას ფსიქოთერაპევტი რომ ხმამაღლა თქვი რომ მე შფოთვა მაქვს მე მეშინია ახლა ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ რომ დავიღალეთ მაგრამ ეს დავიღალეთ ის კი არ არის რომ მე დავიღალებ ნებდები და სახში მიდივარ და არაფერს არ გავაკეთებ კაცო მე თუ ვიტყვი რომ გამომფიტეს დამღალეს მცემე შეურაცხყოფა მომაყენეს ფული გამომილიეს ჯიბიდან და ამაცლევინეს ეხოთ მეშინ ანუკას კი არ გულისხმობ საერთო სურათს გულისხმობ მე თუ ამ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი და მე თუ ამ ყველაფერს ამოვთქვავ ეს ის კი არ არის რომ ეს რაღაცა ფუსტრირებას აკეთებ და შენ ახლა ვიღაცას მე შენ ეს პოსტი რო დაწერე რომ რაღაცა დავიღალეთ უკვე და ხალხი აღარ გამოდის იმედවත් შვედურად გადააზიარა ხო იმედი ყველაფერს ამას ხელისუფლება უკვე გამარჯვება აღიქვას ამას მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი კი არა უმნიშვნელო დეტალებსაც გამარჯვებათ აღიქვამს კაცო მე რო ეხა თამოვარ შალომიძე პარიზში გადაღებაზე წამიყვანა ამასაც გამარჯვებათ აღიქვამს და ორივე ისა რა ქვია იმ ტელეკომპანია იმედი რომელიც სოლიდურ ტელევიზიად ითვლებოდა ამ ქვეყანაში ანიუსებს რომ ნანუკა პარიზშია ხო ხნო ეხა სიგიჟია ხო აქამდე დადის რომ ნანუკა თურმე პარიზში ყოფილა ანუ ამიტომ ხელისუფლება პროპაგანდისტვის რაც გამოიყენებს ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი ჩვენ როგორ ამოვისუნთქავთ ეხლა როგორ დავარქმევთ რაღაცებს სწორ სახელს და რესტარტს როგორ გავაკეთებთ ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იმედის ქარდი რომელიც ორ დღეში აღარავის აღარ ემახსოვრება და ირაკლი ყობახიძე გამარჯვებათ აღიქვამს რაღაცა მზიას მოწყენილ სახესაც კი ეხა ირაკლი ყობახიძეს ჩვენ არ უნდა დაგვაკომპლექსოს მაგრამ რას გვიქარდავს იმედი მე მგონია რომ თუ ჩვენ ვიტყვით ახლა რომ გრძელ ბადაში ეს პროცესი დამღლელი აღმოჩნდა გამოვიფიტეთ ვიღაცამ წასვლა გადაწყვიტა ვიღაცამ რაღაცა მიხვდა რომ კრედიტი აიღო ჯარიმას ვეღარ იხდის ანუ ამ პროცესებს თუ სწორ სახელს დავარქმევთ მე ვეთანხმები გიანოდია ძალიან სწორი პოსტი ეწერა მაგრამ მნიშვნელოვანი რამ არის რომ მორალური უპირატესობა ჯერ კიდევ ჩვენსკენ არის და თაბარი იარაღი ბრძოლის დროს ეს არის მაინც მორალური უპირატესობა ეხლა მე გეტყვით ქოცირითი დაზარალდა მაგასაც ჩამოვთვლი ჯერ მოვყვები რითია რა პლუსია თუ ჩვენ ამას ვიტყვით სტრატეგიას შევცვლით რაღაცებს სხვაგვარად გავაკეთებთ ანუ მთავარ აქცენტს იმაზე კი არ გავაკეთებთ რომ რუსთაველი უნდა გადაიკეთოს მე ვარ მათ შორის იმიტომ რომ ჩემთვის მე ვარ ის ადამიანი ვისაც სიმბოლოებს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს და ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს მაგრამ პარალელურად სხვა რაღაცები უნდა გავაკეთოთ მე ხანი არ ყოფილიყარ რუსთაველი არა რა სხვა კი არა ყოველდღე დავდივარ მაგრამ 3 დღის წინაც იქ ვიყავ რა სამბო ხო ანუ უკვე ვეღარ მაგას ვამბობ ყოველდღე ვერ დავდივარ მაგრამ მაგალითად 3 დღის წინ არა რა 3 დღის წინ გუშინ ვიყავი ხო კარგად ვარ გუშინაც იქ ვიყავი ანუ აი მაგალითად გეტყვი ხა გულწრფელად 2 დღის ჩავარდნაც კი ჩემთვის არის უკვე ის რომ არასწორად ვიქცევი და მე მაქვს ჩემი არასწორად ქცევის რაღაცა რომ აი პატიმრები ჩემი მთავარი ამბავი ეგ არის პატიმრები აი ამ ორ მთავარ მოთხოვნაში არჩევნები და პატიმრები მე პირველ ადგილზე ვაყენებ პატიმრებს მე ვარ მათ შორის ხო ვიღაცა არჩევნებს და ვიღაცა სხვა რამეს მაგრამ ნახე ბოლომდე მინდა რომ დავასრულო ეს რომ ვიღაცები ვერ მიდიან მაგრამ არსებობს ბრძოლის სხვა მეთოდებიც ეფექტურიც რაც მაგალითად სიტყვაზე აი არ მოსწონთ ამ თემაზე საუბარი იქნება ერთობაზე უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ იქნება ერთობა უფრო ბევრი საკითხის ირგვლივ უნდა მოვახერხოთ იქნება პირობითად უნდა ვთქვათ რომ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა უფრო ეფექტური უნდა გახდეს სხვა თვალსაზრისითაც იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გვჭირდება ბევრი სხვა ხელსაწყო რაც დაგვარწმუნებს მე ვატარებ კვლევას მე რა არა მარტო იქ მე ხო რეგიონებში ვარ ძირითადად გადაღებაზე. ჩემი გადაღება ბებო რო ცხოვრობს ერთ სახლში, მე სხვა სახლებში დავდივარ. და რეგიონში სხვათა შორის ნაცი, ქოცი ის არიციან, რო ხდებიან ახლა და რო მიდიხარ, კარებს გიღებენ და გელაპარაკებიან ხო კამერების მიღმა. აი მაგალითად რო რეგიონებში უფრო რთული სიტუაციაა, იმიტომ რომ იქ რაღაცა ჯერ კიდევ მუშაობს კარგად იმედის პროპაგანდა და მესიჯ ბოქსები, მაგრამ აი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ირგვლივ კაცო ჯარისკაცები მიდიოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, ყველას ვეკითხები. რა არის მიზეზი, რისთვისაც არ დადიხარ და 90%-ში ყველა გეუბნება, რომ იმედი მჭირდება რა. მე ბრაზისგან ანუ ხალხს გაუჩნდა განსა რომ არაფერი არ გამოდის და აი ნიჰილიზმი წამოვიდა. აი ეს იმედი ვირო და არის მოსალოდნელი. ხა გრძელ ბადაში გასაგებია, მაგრამ არ იყო მოსალოდნელი კი არ გეთანხმები უბრალოდ რომ მოსალოდნელი იყო, მაგრამ ნახე, აი ამ ნიჰილიზმს ეხლა რაღაცა სწორი ეფექტებით უნდა ვებრძოლოთ. მაგალითად სიტყვაზე რაღაცა პლატფორმები, სადაც
ერთობის შანსი მეტია, უნდა გავაძლიეროთ. აი მაგალითად, როდესაც იმ პლატფორმიდან ერთი ადამიანი არასწორად ილანძღება, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდოთ, რომ ეხლა ერთმანეთის კრიტიკის დრო არ არის, უნდა უპასუხო, რომ არ არის იმის დრო. აი მაგალითად სიტყვაზე, როდესაც გახარია მელენე ხოშტარიაზე არაფერი მხარდასაჭერი განცხადება არ გააკეთა, როდესაც მას ელენეს როგორ სასტიკად მოიხსნა, ხო, რომ დააკავეს, გააშიშვლეს, როგორ არ იყო სწორი დამოკიდებულება, კი არა და სასტიკად არასწორი დამოკიდებულება ქონდა სისტემას და მისი პერსონალური განცხადება რო ვერ ვნახე და გავაკრიტიკა, მითხეს რომ რა დროს ახლა ამის დროა, ყველას მიმართ ამის დროა, ნაცი, კოცი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. როდესაც ეფექტური არ არის პოლიტიკოსი, უნდა თქვას ეს და ნახე, შემდეგ ახლა ეს ადამიანები, კაცო, ჭკვიანები არიან, ხედავენ, რომ რაღაცა ტიპის ერთობა არ არის. იმაზედაც კი არ არის ერთობა, რომ ელენე ხოშტარიას რო გააშიშვლეს და სულად რომ მოექცნენ, ერთად თქვათ, რომ ეს ცუდია. თორე გავიგე, რომ ეხლა რაღაც სხვა საკითხებზე ერთობა ვერ შედგება, მაგრამ ამაზე ხო ერთობა უნდა შედგეს. ამას უყურებენ, ისევ ერთმანეთს ჭამენ, ისევ იმაზე ლაპარაკობენ, მე შევალ, მე შევალ, შენ თუ გამიცინებ, მე არ შევალ, მე ახლა ვსაუბრობ ოქტომბრის არჩევნებზე. მაყურებელი ამაზე ძალიან სწორად რეაგირებს, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ძალა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ქოცებისკენ უპირატესია, აქეთ არ არსებობს. არ არსებობს ძალა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალა უნდა დაგვანახონ პოლიტიკოსებმა ერთობით და რაღაცა სხვა რაღაცებით. ეხლა მე გეტყვით, ქოცები როგორ დაზარალდნენ. ქოცები დაბადების დღეებს ღია სივრცეში ვეღარ იხდიან. მე ოღონდ კი ჭორებს კი არ გიყვებით, კონკრეტულ ამბებს გიყვებით, ეხლა პირაც არ მინდა რომ ეხლა რაღაცა შევარდე და ვიღაცებზე ვიჭორაო, გვარებს ვიცი გვარები, რომლებმაც აი ღია სივრცეში აი მაგალითად აკრძალეს, მიმტანებს ტელეფონები, სთხოვეს მენეჯერებმა, რომ ტელეფონები ამ დღეს არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ეს არის კლიენტის დამკვეთის მოთხოვნა, ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი. აი ზუსტად რომ იქ არ უნდათ რომ გადაიღონ რაღაცები, დაკომპლექსდნენ. სინამდვილეში ჩვენ კი შეიძლება დაღლილები ვართ და გამოფიტულები ვართ, მაგრამ ხრებ ყველგან დავდივართ გამართულები, პარიჟი ვართ თუ ცხუნკურში თუ ფარცხანაყანებში ყველგან გამართული დავდივართ, ისინი ესე არ არიან. ისინი მაინც ცდილობენ რომ რაღაცნაირად ვიწრო წრეში ჩაიკეტონ, საჯაროდ მიუხედავად იმისა რომ ჩივიან შეურაცხყოფებზე, იციან რომ დისკომფორტები აქვთ ყველგან, რაც ვიცით და რაც არ ვიცით ბევრია. მე ვიცი ფაქტები, რომელსაც არ უნდა ადამიანს ვიდეო რო გამოდეს, მაგრამ რომ ნახა უთხრა რომ არასწორი ხარ, ეხლა შეება მონა არ ეძახა, მაგრამ უთხრა აეროპორტში რო შეხვდა რომ შენ ჩემ ქვეყანას ყიდი და არასწორი ხარ და სულ ყველგან არ გადაიღო, ხო, არ უნდა ეხა ამისგან რაღაცი შექმნა, მას სათქმელი ჰქონდა და პირში უთხრა. ესეთი ძალიან ბევრი ამბავია და ეს ადამიანები დადიან და ხედავენ იმას, რომ ამ თავის 35,000 ამორჩევლს, კაცო, იმდენად ვერ ხვდებიან, რამდენად ფიზიკურად, რამდენადაც აქეთ განაწყენებულ ადამიანს. ფიზიკურად ამასთან უფრო მეტი შემხებლობა აქვს და იქ ვიღაცა ეუბნება, რომ შენ მოღალატე ხარ, იქ ვიღაცამ ერთ-ერთი შვილს შეხვდა სხვა ქვეყანაში და უთხრა, რომ რაღაც, ოღონდ კი არ შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, ელაპარაკნენ, რომ უცნობი ადამიანი, რომ არ მოსულა ესე. ანუ ეს დისკომფორტები აქვთ. საერთაშორისო აღიარება და უბრალოდ არ აღიარება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონია, რომ deep state-ის პირობებში დაბჭრებას სწორობენ, ეს არ ადარდებთ, იმიტომ რომ ისე გააფრინეს, რომ deep state-ის პირობებში გონია, რომ ამაც საერთოდ არ აინტერესებთ, ეგრეც არ არის. მაგას გულწრფელი ამოხეთქვები მოვისმინეთ თურმე ეს სანქციები და თურმე ეს ყადაღები როგორ აზარალებთ, ხო, ის რაღაცა უცნობის კიდობანით დაწყებული მისული სტუმარი პარალელურად პირად ჩატებში რასაც წერენ, რომ ესე არ არის. ეხლა რაღაცა ახალი წამოვიდა ოჯახის წევრების დაყადაღება, თუმცა მეც ვფიქრობ მათ შორის, რომ არ არის სწორი. მე ვფიქრობ მათ შორის, რომ თუ ოჯახის წევრს არა აქვს მამის ან მშობლის არა უბრალოდ საეჭვო ქონება იმ დროში გადმოფორმებული, მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი რა, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი შვილი შეიძლება სულ არ მეთანხმება მე და შეიძლება სახში მაკრიტიკებს კიდეც კაცო და შეიძლება მეუბნება, რომ მამა შენ არასწორად იქცევი და სადღაც თავისთვის არის წასული და მე ვიცი, ასეთი ქართული ოცნების შვილებიც კი რომ არ ეთანხმებიან მათ მშობლებს და მაგალითად რა ქნან ახლა, რატო უნდა მოხვდეს მასაც, იმიტომ რომ მამა არასწორად მოიქცა, ანუ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მომხრე ვარ მე რა. მე ჩემს ცოდვებზე ვაგებ პასუხს და ჩემო შვილებმა თავის ცოდვებზე აგონ პასუხი და არ ვარ მომხრე ამისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო ხედავთ რაღაცა ეს რაღაცა ამოხეთქვები მათაც აქვთ იმის, რომ არ მოსწონ დისკომფორტებს უქმნის და ყველაზე ეს სანქციები და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემთვის არის ის, რომ მორალურ უპირატესობაში აბსოლუტურად ათითნოლს ვიგებთ. აი მორალურ უპირატესობას ეგ თქვენ გონიათ ეგრე რომ იგებთ ათითნოლს მორალურ უპირატესობაში. მაგრამ ის ბაბლი, კოცების ბაბლი ამას 35-ია თუ რამდენიც არის? არა, მე 35% ირონიულად კი არ ვთვლი, ანუ კოცების ამომრჩეველზე მელაპარაკები? ხო. ჩვენ კოცების იმ ამომრჩეველზე 35%. არა, ჩვენ ხო ამბობ რომ მორალურ უპირატესობა გვაქვსო და იმათთვის მორალურ უპირატესობა რა არის? ნახე, ისინი დღემდე ფიქრობენ, რომ ისინი იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რომ არ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა, სადისტური რეჟიმი.
ამიტომ ამას გეტყვია, შენ რაც არ უნდა მას უთხრა რომ აი ხალხი ცემეს, იქ რაღაცა მოხდა, რუსეთს გადმოიბერეს, ამაზე ერთადერთი პასუხი აქვს მათ ყოველთვის, რომ თქვენ სამაგიეროდ ამ პროტესტით ნაცების მოbrunებას უწყობთ ხელს, იმიტომ რომ ნაცების გარეშე კოალიცია არ გამოვა. შესაბამისად, ესე იგი ნაცი უნდა დაბრუნდეს, გინდა არ გინდა. კი, ნაციც. შესაბამისად, ყველაფერს ბჭყალებში ჩავსვა ამ შეწყვეტს, ყველაფერს აპრავებენ, იმით რომ შენ ნაცის გვერდის დგახარ სამაგიეროდ. ამიტომ იმას არ გზობენ, რომ მათ არ აქვს მორალური უპირატესობა. მათთვის დღემდე მორალური უპირატესობის შეგრძნებას უზრუნველყოფს ნაციონალური მოძრაობის არსებობა ოპოზიციაში. კი, მესმის. ეხლა ნახე მე ამ საკითხს როგორ ვუყურებ. მე აქ ამ საკითხს უყურებ ესე რა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ისევე როგორც აი ასეთი ტიპის ამომრჩეველი ყავს ნაც და ქოც. იმიტომ მე ხა მას რა ქვია სხვა პარტიებს ხა ლელოს ნაც არ ვეძახი და იმას რა ქვია გახარიას ნაც არ ვეძახი. ანუ გახარიას ასეთი ტიპის ამომრჩეველი არ მგონია რომ ყავდეს მოწყვილისეთი ყავს რა, მერყევი ამომრჩეველი ყავს, იმიტომ რომ მაგალითად ვიხე ვიცი ადამიანები, რომლებიც მათ მისცეს ხმა და შეიძლება ახლა აღარ მისცენ. ან პირიქით არ მისცეს და მისცენ, ეგეთებიც ალბათ არსებობენ. მაგრამ აი არსებობს, არ ვიცი ხა რამდენი პროცენტია ბოლო არჩევნების შედეგებს მე არ ვენდობი, რომ ნაცი რომელიც გეუბნება რომ ცეცხლი რო წაუყიდო, მაინც ნაცია რა, აი მაინც ხუთიან შემოხაზოს. სხვათა შორის ასეთი შინაარსის ამომრჩეველი, კონტექსტის ამომრჩეველი ყავს ქოც, რაც უნდა მოხდეს. მაინც იმას მისცემს. ჩემთვის დაახლოებით მორალურ თემებზე. არა, გეტყვი, ეხლა მე ამას ყველა არ გეუბნები, ზუსტად მაგ მორალურ ნაწილზე მივდივარ. ასევე არის რაღაცა სახელმწიფო ნაწილი, ასევე არის რესურსი, ხელისუფლება რესურსი, სხვადასხვა. მე ამ ადამიანს, რომელიც მეუბნება, რომ შენ აი ამ პირობებში მე არ გადავხედე ჩემ წარმოდგენას, ჩემ შეხედულებას და მე კოალიციაში ნაცის არსებობაც კი არ მინდა, ოღონდ აქ ხო არ არის ლაპარაკი რომ ნაცი დომინანტად მოდის, აქ არის ლაპარაკი რომ ნაცი კოალიცია. ამას ვერაჯა ის გეუბნება რომ ორჩა ესენი რომ დაბრუნდებიან კოალიციაში იქნება თუ რაც იქნება, ბორე მიშა მაინც მოვაჯდება ყველაფერს და დამთავრებული მე მაგ ხალხს არ ველაპარაკები. როგორც ისინი არ ელაპარაკებიან აი რაღაცა რადიკალ ნაცებს და ამბობენ რომ ჩვენ მაგას არ დაველაპარაკებთ. აზრი არა აქვს, არ უნდა ელაპარაკო. მე მგონია რომ არსებობენ ასეთ ტიპის ამომრჩევლები, რომლებსაც არ უნდა ელაპარაკო. მე მაგ ამომრჩეველს, რომელიც მეუბნება რომ აი რაღაცა ვიღაც გოგოებს რო გაუპატიურებით ემუქრებოდნენ პირში, აფუთხებდნენ, ცემდნენ, ეხა არ ჩამოვთვლი, რაც ვნახეთ, ხომ ვიცით ყველაფერი რაც ვნახეთ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინც არ მინდა. თუნდაც არ ვიცი 14 თუ რამდენი პროცენტი იყო, ამ პროცენტშიც კი არ მინდა ნაცი და იყოს, ასე გვირთხას რუსეთისკენ წავიდეთ, ასე სილის გაწმის გამო ის ვიღაცა ციხეში მზია, ვიღაცა რატომ მზია ციხეში ჩასვლა. ესე მოიქცნენ, ოკეია, ოღონდ ნაცი კოალიციაში არ იყოს. ამ ადამიანს არაფერი არ უნდა ელაპარაკო, რომ მისი მიზეზი არის მაგ ადამიანების თქვათ გადმობირების გარეშე ვერ ამარცხებთ. არა, მაგ ადამიანები არ უნდა გადმოვიბიროთ ჩვენ. არა, ჩვენ არ უნდა გადმოვიბიროთ. ჩვენ უნდა გადმოვიბიროთ ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქოცში არსებობს რესურსი, რომ ევროპისკენ წავიდეს. და შენ წარმოიდგინე ასეთი ადამიანი არსებობს. მე ვესაუბრე ასეთ ადამიანს, ცოცხალი ვნახე. რომ მითხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ქოცში იმის რესურსი, რომ არ გადაუხვევს ეს ბოლომდე ევროპისკენ გას ბიძინა ამას იმით უაკეთებს და ამიტო და იმიტო და ამიტო. თორე რომ უნდოდეს ბოლომდე გადახვევა, ამას იზამს რუსეთთან, ამას იზამს და ბევრ ამას ჩამოგითulis რას იზამს. არ ჯერა რომ ქართულ ოცნებას მიყავს. ანუ ნახე როგორ არის კი ფიქრობს, კი ხედავს უკვე რომ რუსეთს ეფლირტება, მაგრამ ფიქრობს რომ ამას რაღაცა ნეიტრალიტეტი უჭირავს, არც იქით მიდის და არც იქით. მე თუ დავინახავ რომ ეს რუსებისკენ წავიდა, ღიად, მე არ ვიქნები რაღაცა მის მაგას როდის დაინახავს ახლა? რას ფიქრობს მიზეზად რომ დაინახავს? მე მითხრა რაღაცა იქ რაღაცა პირდაპირი მოლაპარაკებები რუსებთან. ხო, მაგას არის ამე. ხო, არავინ არ იცის მე რა. არავინ არ იცის. დღეს იმედზე შევხვდა ყაველაშვილის ციტატა, რომელმაც ინტერვიუ მისცა იმედის ტელევიზიას, სადაც პირდაპირ ამბობდა ასეთ ახლობთ ასეთ რაღაცას ეხლა მე ზუსტი ციტატას არ ვახსნა შინაარსი ეს იყო რომ თუ ეს ხალხიო ფიქრობს რომ ქვეყანას ვაქცევთო, ქვეყანა რუსეთისკენ მიყვავსო, რუსეთს გუბერნატორი უნდა გავხადოთო, რა ერთი წელი ციხეში ჩაჯდომა არის ამის წინააღმდეგ ბრძოლაო? ანუ მაშინ უნდა გამოხვიდეთ და სხვა რაღაცები უნდა ქნათო. დაგვამხოთ არ უთქვა ხა რას გულისხმობდა მე არ ვიცი, მაგრამ აზრი დაახლოებით ეგ იყო რომ რა რაღაცა ციხეში წავედი დავჯექი და რუსთელებზე ვისეირნე, ეგ არისო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაო, აზრი ეგ იყო რა თუ ესე ფიქრობთო თქვენ იმას ისიც კი არ ჯერა რომ თქვენ გჯერათ რომ ამ ყაველაშვილს და ყაველაშვილის არგუმენტი მიყავს ყაველაშვილის არგუმენტი რა ეხა მე არ ჯერათო თორე ეს რომ ჯეროდეთო რაღაცა ციხეებში ერთი წელი ჩაჯდომით იმ ჯერათ ხო ყაველაშვილს მინდა უთხრა ძალიან კარგად ჯერა
უბრალოდ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული ამ ქვეყნის წინაშე და ამ ქვეყნის რადიკალური გზებით სადღაც გადახვევა გზის არ გვინდა არც ერთს ვინც აქეთ ვდგავართ. ადამიანი, რომელიც თავისი წამსით და მსოფლმხედველობით ირჩევს ევროპას, ქვეყნის დამხობა ისე როგორც ამას ყავალაშვილის სულიერი მეგობრები აკეთებდნენ თავის დროზე, ოღონდ უფრო უფროსები, მათ შორის მათი მეგობრები და გოგა ხაინდრავები და ვიღაცები თავის დროზე ჩვენ ამას ხელს არც ერთი ჩვენგანი არ მოაწერს. რომ რა უნდა ვქნათ ახლა ავტომატებით შევარდეთ? ახლა ხო გამორიცხულია რომ ამაზე ვინმე წავიდეს და ყველაფერი გააკეთეს, ახალგაზრდა ბავშვები წინ დადგნენ ფიზიკურად, ციცოცხლით დაიცვეს და რა ვიცი, სასტიკად გაუსწორდნენ და მეტი რას გვთავაზობენ და რა შეიძლება რომ მეტი გავაკეთო. ამის იქით რა დაპირისპირების პირასაც ჩვენ ვიყავით. უკვე სამოქალაქო დაპირისპირება. მაშინ მეორე მხარემაც იგი უნდა გიპასუხოს და ამაზე არავინ არ წავა. და ზუსტად ამას გულისხმობ და ის ლიდერი, რომელიც რაღაცნაირად იზამს ამას, ან ლიდერები, რომლებიც ამ თავგანწირვას გააკეთებენ, რომ შეიძლება რაღაცა რისკებზე წავიდნენ, რევოლუციურზე ამ ხსენებს მე არ მეშენია. ამ ეტაპზე არ არის, დრო სხვაც არის, გარემო სხვა არის და ეხლა ამ ხელათ რა თავგანწირვა რა არ არის, როდესაც შენ შვილი ყავს. შვილთან მე არ შევალ, მე არ მივცემ ჩემს თასუფლებას, პირადი რაღაცები მოუყვე მათ შორის ზურასი, მაგრამ ვიტყვი ესე, როცა აუცილებელია შვილთან შენი ყოფნა. აუცილებელია. ამის მიზეზი გაქვს, რომ შენ შვილთან იყო, შვილს ჭირდება ბევრი მიზეზის გამო. და კიდევ რაღაცებს არ დავაკონკრეტებ. და შენ ამას კეტავ და დგები და ციხეში მიდიხარ. და ერთი წელი გიწევ შვილის დახსნა. ხა მაგრამ ოპოზიციაში აღმოჩნდა ხალხი, ვინც თქვა, რომ ახლა კურორტზე წავიდა. ხო, მე მესმის ახლა. მე არ დავიმსგავსები მაგ ხალხს და არ ვიკითხავ მათი ოჯახის წევრები დაკითხვაზე რატო არ არიან დაბარებულები წულუკიანთან. ხო, რა იკითხე უკვე, ხო? ხო, არ არის სწორი. შენ საუბრობდი ერთობაზე, მაგრამ ხედავ, აგერ შენც გამოხვედი და ბოკერიას და იქეთ გვარამია გამოვიდა და ბოკერიას რაღაც მინიშნებები გაუკეთა, რომ შენ რატო არ გიჭერე? შენ რატო არ გიბარებენ დაკითხვაზე? ჩემს კითხვაში ეგ არ იყო, მე რა შენ რატო არ გიჭერენ ამას? არც დაუშვებ არასდროს, იმიტომ რომ მე გიგასთან ჩემი დღეს დაუწერე კიდევაც. ხო, ცოტა უტრება მოვახდინე, მაგრამ. ხო, მესმის, მაგრამ არ მინდა რომ მაყურებელმა ესე ვინც არ იცის რა სტატუსი დავწერე, ესე არ იყო. ნახე როგორი რაღაცა იყო და მე გიგას დაუწერე კიდევაც. რა ამ 13 წელი ეს შეკითხვა ხო არ დამისვამს, კაცო? მე გიგას 2003 წლიდან ვიცნობ პერსონალურად და გიგა პირველი იყო რომ ვინც იკითხა, როცა კომისია დაიწყო, ხაზარაძეს რო იბარებენ, მე რატო არ მიბარებენ? ხო, მე მესმის რომ ეს და მაგრამ ფაქტია რომ არ იბარებენ. და ფაქტია რომ ამდენი ხნის განმავლობაში და მე ვკითხე და აქაც მინდა რომ ვიკითხო და მინდა რომ მაყურებელმა უბრალოდ გაიგოს, შენმა მაყურებელმა. მე როდესაც ვსაუბრობ ერთობაზე, მე ყველასთან ერთობაზე კი არ ვსაუბრობ, კაცო. მე მინდა ერთობა იმ ადამიანთან, რომელიც ზურაგის ჯაფარიძეზე არ იტყვის, რომ წამოკოტრიალდა და იძინა და მე წამოკოტრიალდები ესე. იმიტომ რომ მორალურად ისეთი შეუსაბამობა მაქვს შენთან თუ ასე ფიქრობ, რომ მე და შენ ერთობას ამაზე თუ ვერ ვახერხებთ, ეხლა რომ მინიმუმ მე საჯაროდ არ უნდა ვთქვათ, მაშინ ერთობას დიდ საკითხებზე ვერ მოვახერხებთ რა. ტოპ აი შენს მაყურებელს რო კითხო ტოპ რაღაც რამდენიმე ადამიანი დამისახელე ვინ იყო ყველაზე გავლენიანი მიშას კარზე ზურადეიშვილი რომელიც წავიდა გაიქცა რაც გინდა და არქვი მერაბიშვილი რომელიც იჯდა ახალაია რომელიც იჯდა კეზერაშვილი რომელიც წავიდა გაიქცა რაც გინდა და არქვი მაგრამ მაინც იჯდა საფრანგეთში დააკავეს გიგი უგულავა რომელიც რამდენჯერმე იჯდა და გიგა ვოკერია რომელიც არც ერთხელ არ ყოფილა შეტოტმანებული, შეჯანჯღარებული, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე გიგას წესიერებაში, კაცო, კი არ ვამბობ, რომ გიგა ხელს ესე კი არ ვადებ, მაგრამ კითხვა არსებობს, ლეგიტიმურია ეს კითხვა. და რატო შენია? ანუ უცნაურია რა, ძალიან უცნაურია, როდესაც თან გიგა ბოკერია, რომელიც ბოლო წუთამდე იყო მიშას გვერდით და მიშასთან ყველაზე გავლენიანი ადამიანი. იქ ვიღაცებს მაგალითად, ანუ ვერავიშვილს ბოლოს შეიძლება გავლენა შეერყა, ვიღაცას მოემატა, მაგრამ გიგას ხო არასდროს არ შერყევია გავლენა. გიგა ხო ბოლომდე გავლენიანი ადამიანი იყო და თან არ დაგავიწყდეთ. ზუსტად ის თემა, რაც გიგას ებარა, ეს რაღაცა თანხების ხარჯვა ლობისტებში, უცხოურ ამბებში, ქოცებს კი არა და მაშინდელ ოპოზიციას, ხო, დღეს ქოცებს აგებული მქონდა მთელი კამპანია ამაზე, მიშა მილიონებს როგორ ხარჯავდა უცხოეთთან ურთიერთობების დალაგებაზე, კომპანიების ქირაობაზე, ლობისტებზე, ანუ ესეც ვერ ვიტყვით, რომ რამე თემა არ არსებობდა, ან შეკითხვა არ არსებობდა. არ ვიცი, ხა მე ვერ არსებობს. აქეთ არსებობს, აი გვარამიას დაუპირისპირდა ხო, რაღაცა დაწერა იგივე შინაარსიც რაც შენ. აქეთ არსებობს ვიღაცები, ვინც ნაცებთან ამბობენ, რომ არ დავდგებით და მე მესმის მათი. ამ სიტუაციაში საუბრობ ერთობაზე. რა ერთობა შეიძლება გამოვიდეს? ნაცებთან არ დავდგები, ღია, ოპოზიცია შეიძლება გამოვიდეს. ნაცებთან ესე ღიად არ დავდგები, ძალიან კარგად განან. სალომეს პლატფორმაზე ყველა ერთად დგას. მაგა გახარია ამბობს რომ არ დავდგები. როგორ კაცო, გახარია თინა ბოკუჩაოს გვერდით გარა, ხა ვის გახარია? არა, რაღაც იმაში რა, მე როდესაც რაღაც თუ გაერთიანებაზე მიდგება საქმე არ გავერთიანებ. ნუ დადგება გახარია, მე მგონია რომ ერთობა უნდა შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში და ჩვენ ვიღაცებს და რაღაცას უნდა სიტუაციაში რა ერთობა წარმოგიდგენ, როცა გახარია უნდა იბრძოლოს ცალკე, ჩემი აზრით მე ასე ვხედავ რა. გახარია უნდა იბრძოლოს ალბათ ცალკე. ყველა ის პარტია, რომელიც მნიშვნელოვანია 5%-იანი ბარიერი გადალახა და პროევროპელია, უნდა გაერთიანდეს. ოღონდ გაერთიანება იმას კი არ ნიშნავს, რომ კაცო, ის უნდა ქონდეს სხვა შემთხვევაში
გამორიცხული ამბავია. წინასწარ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა განაცხადოს, რაზე ამბობს უარ საჯაროდ. მაგალითად უნდა თქვას ის, რომ რაღაცა არ ვიცი რა შეიძლება ამას ერწყოდოს, რა ტიპის შეთანხმება, რომელსაც ვალიდაცია ექნება და სანდოობა, რომ არენდომებად არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებაში ძალოვანები, აი ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მაგალითად შეიძლება რომ მე დამატრიგეროს და მითხრას რომ იმ ღმერთო ჩემო ეს ისე ვიქმოვა. აი მაგ ხო ხვდებით რას გიხსნი ახლა მაგალითად ეკონომიკაში რატო შეიძლება არ იყოს ეფექტური ვიღაც, ვინც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. პირობითად გიხსნი, მაგრამ პოლიციაში შეიძლება არ მინდოდეს, შეიძლება კი რომ უმრავლესობას არ უნდოდეს ნაცი, პროკურატურაში არ უნდოდეს, სასამართლოში არ უნდოდეს. რაღაცა ასეთი ტიპის ირგვლივ ერთობლივ ცალკე იყოს კი არა, ხო არ ფიქრობ რომ პირიქით ნაცები უნდა იყვნენ ცალკე და ისინი ქმნიან პრობლემას. არასწორია და ისინი უსამართლოა. ქმნიან პრობლემას, იმიტომ რომ მათი ოთხიანიც. მათზე დგას მთლიანად. მათზე დგას მთლიანად ხელისუფლების პროპაგანდა. პრობლემა? იცი რა, არ ვიცი, შეიძლება 4-იანიც იყოს, მაგრამ 4-იანს აღმოჩნდა რომ ბერმა ისეთმა მისცა ხმა. ვინც ნაცებს არ მისცემდა. ეს არის ზურაგირჩის ფაქტორი, არა. ხო, ნუ ვისი ფაქტორია? ეს იყო ზურაგირჩის ფაქტორი, ნახე? შესაბამისად, ანუ ნაცებზე აგებს კოცება თავის პროპაგანდას და დღემდე მუშაობს. ანუ ნაცების გამო აგებ მორალურ უპირატესობას. ნაცების გამო არიან ისინი ანუ ერთადერთი რასაც ეყრდნობიან არის რომ ისინი მოვლენ. მეტი არაფერი და ხო არ ფიქრობთ რომ უნდა დასრულდეს ნაცებთან ერთიანობაზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ. უნდა გაუქმდეს ნაციონალური მოძრაობა? არა, როგორ შეიძლება მე ცალკე მივდივარ იყოს. როგორც ამომრჩეველი. ცალკე მე იყოს. ამომრჩეველი როგორ ჩვენ კი არ გაუქმდეს. როგორ ჩვენ თქვი გახარიაზე ცალკე იყოს, გახარი კი არ იყოს ცალკე, ის იყოს ცალკე. არა, რატომ მე გახარიას არ ვპატიობ კოცივნის კაცო და არ ვპატიობ იმას რომ როგორც მოიქცა და თან ბოლომდე ვიღაცები ნაცებს არ პატიობენ რაღაცებს. გასაგებია თქო და ამიტომ ჩემი აზრით ნახე ეგ უნდა გადაწყვიტოს 4-მა მე და შენ კი არა. ეგ უნდა გადაწყვიტოს 4-მა, ეგ უნდა გადაწყვიტოს 9-მა, ეგ უნდა გადაწყვიტოს 5-მა. ანუ ლელომ. ხო, ლელომ, ხო, ნიკა გვარამე უნდა გადაწყვიტოს სად უფრო კომფორტულად გნობს, ან ზურაგირჩმა ჯაფარიძემ უნდა გადაწყვიტოს სად უფრო კომფორტულად გნობს. ყველა პარტიამ გადაწყვიტოს, ვის აი თინა ბოკუჩავა უფრო კომფორტულია მისთვის მორალურად, თუ მაგალითად გიორგი გახარია, როდესაც გვერდით უდგას რა. სად უფრო მეტი უხერხულობა აქვს ნებისმიერი ლიდერისთვის. და შესაბამისად მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიამ მე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ძალიან ისეთია, მე არ უყურებ მაგ საკითხს, უბრალოდ მე ვიცი, რომ არავინ არ აირჩევს თინასა და გახარიას შორის გახარიას. ამ ჩამონათვალში არ აირჩევენ რა. მიუხედავად ჩემი აზრით, მიუხედავად ნიკამელიას განაწყენებისა და მიუხედავად იმისა, რომ მე ნიკამელიას პერსონალურად ნაწყენი ვარ, მასე ბევრი რამის გამო მე მისკენ ვიყავი ამ არასწორ ბრძოლაში, როგორც მას მოეხსნენ, ნიკამელიაც კი არ დააყენებს საკითხს ესე, რომ მე თინას გვერდზე გავწევ, იმიტომ რომ ეს პრობლემაა ქოცისთვის. არ დააყენებს საკითხს ესე. და ზურაგირჩი ჯაფარიძე. მაგრამ საბოლოოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ 13 წელია ოპოზიცია აგებს სწორედ იმის გამო, რომ 13 წელია ოპოზიცია აგებს, იმიტომ რომ ბიზნესმენი აყალბებს. მეორე ხარეს არის ნაცები. 13 წელია აგებს ოპოზიცია, იმიტომ რომ აყალბებასთან ერთად ვამბობ რა. აყალბებს და იმიტომ რომ პროპაგანდა არ უმშაობს? კი. ხო და პროპაგანდა რაზე იგება? ნაცებზე იგება ძირითადად. ეხლა დაემატა ბოლო 2 წელიწადში ომი და მშვიდობის თემა. თორე მანამდე სულ ნაცებზე იყო აგებული და დღეს აღმოჩნდა რომ ბევრში ნაცების შიში უფრო მუშაობს ვიდრე ომის შიში. კი, არა, დღეს ომის შიში უფრო მეტად არის, დამიჯერე, მათ შორის ომის შიში ჩემშიც უფრო მეტად არის, ახლა მე მაგალითად ომი არ მინდა, მაგრამ პირობითად და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ვხაზავთ აქეთ ნაცებს, მაგრამ ომის შიში, უყოდ ომის შიში ჩემი აზრით მოგონილია უბრალოდ მე ესე ვფიქრობ, თორე ომის შიში ყველა ადამიანი შემდგომ განადგურების შიშია. ამ ქვეყანაზე და სამყაროში ადამიანი არის, ვისაც ომის არ ეშინა, მაგრამ სხვა რაღაცის თქმა მინდა. ნახე როგორ არის მე რა ბიძინა ივანიშვილი იგებს პროცესს, იმიტომ რომ მისკენ არის ფული, მისკენ არის ძალაუფლება, მისკენ არის ეხლა უკვე სადისტეთო როგორც არის, ყველაფერზე წამსვლელობა ეხლა უკვე ამ ბოლო დროს და გასაგებია პროპაგანდას და ქუჩა და ბევრი რამე, ანუ ბევრი ხელსაწყო აქვს. მაგრამ გადამწყვეტი რა არის? 13 წელია რაზე დგას? ჩემთვის გაყალბება. ნაცებზე დგას. ჩემთვის გაყალბება, არა. ხო, გაყალბება. გეთახმები რომ აბსოლუტურად გეთახმები პროპაგანდა დგას მაგას. მაგრამ არ დაგავიწყეს ბიძინა ივანიშვილი ნაცეძახის და გაიხსენა ირაკლი რუხაძემ რა თქვა? გაიხსენე რა თქვა ირაკლი რუხაძემ, რომელიც პროპაგანდის მთავარი სრული ჩამდგმელია, მაგრამ პროპაგანდაზე თუ დგას ბიძინა, პროპაგანდა დგას ირაკლი რუხაძეზე. ხო, ჩემი მეგობარიაო, ჯაფარიძეზე თქვა. პერსონალურად ვიცნობ, წლებია ვიცნობ, მაგრამ ბათრი ჯაფარიძე, მაგრამ ბადრიც ნაციაო. თუ მაპატია მინდა რომ მაყურებელს შევახსენო, ეს შეიძლება არ ნახეს უბრალოდ რადიო თავისუფლება. თუ აქეთ არ დგეხარო და იქით დგეხარო, ანუ 51-ისკენ თუ არ დგეხარო, იქით თუ დგეხარო, ნაცი ხარ. გავიგე, მაგრამ ეგრე უყურებს ბიძინა. ანუ ნაცში ხუთს კი არ ხედავს, ყველა ციფრში ნაცი. კი, გეთახვები მაგაში, მაგრამ ნახე პროპაგანდას ცდილობდა რომ გახარიაძეც ეთქვა რომ ნაციაო, მაგრამ ვერ არ იმუშავა. ანუ გახარია ვერ გაანაცეს. ანუ აქ მარტო იმაზე რატო? იმიტომ რომ ანტინაცი პროპაგანდაა. ანუ შენ ამბობ რომ ყველა მესე აწარმოოს? რა თქმა უნდა. ანუ შეხედე იმაზე არ არის დამოკიდებული. ანუ შენ მე მეუბნები ბიძინა, რასაც მიმითითებს ის გავაკეთო და ნიკა რო ვარ გვარამე
გვარამია, მელიარო ვარ და ვიღაცები რომ ლანძღვა ნაციონალური მოძრაობა ისე როგორც გახარია. ლელოზე ვაპარაკობ, ახლა ლელოს რატომ მოახერხეს? ლელომ რატო აიღო უფრო მეტი? ერთი შეკითხვა მაქვს რა და არ დამოწოს. ნახე, გახარია ხო იყო ანტინაცი. და ლელო არ იყო. ლელომ რატო აიღო? იმიტომ ფული აქვს მეტი. ფული პროპაგანდა მნიშვნელოვანია. ანტინაცია მნიშვნელოვანია მეუბნები, მე რა. თუ ანტინაცი მნიშვნელოვანია, ანტინაცმა გახარიამ რატო აიღო უფრო ცოტა ვიდრე ლელომ, რომელიც არ არის ანტინაცი. ლელოც არის რეალურად ანტინაცი, უბრალოდ მას უფრო მიაკერეს ნაცისიარლიყი რატო იცი? არც ანტინაცია ჩემთვის ლელო და არც პრონაცია. ნეიტრალური ადამიანი არა და ამბობს რომ ყველა ადგილია პოლიტიკაში ვისაც ხალხი აირჩევს. და ვიღაცებმა მაგის გამო მისცეს, ანუ მაგრამ ლელოზე უფრო მეტად იმუშავა პროპაგანდამ ნაცებთან დაკავშირებით რატო იცი რომ გამოვიდა მაგალითად ხაზარაძე ერთ-ერთ არჩევნებზე მე ნიკამელიას მოადგილე ვიქნები რომელიც ნაცების კანდიდატი იყო მერობაზე ანუ ასეთ რაღაცას რო ვაკეთებ შენზე მე უფრო მარტივია ოცნებისთვის მოგაკეროს ნაცისი მაგრამ ნახე მე რა უფრო მეტი აიღო იმიტომ რომ ბევრად მეტი ფული აქვს ერთი წამით სხვა რამეს ეკავ მე არა უნდა შევთანხმდეთ ვერ შევთანხმდეთ დაასრულე და უნდა შევთანხმდეთ შენ ჩემზე უკეთ იცი მაგალითად რამდენი დახარჯა ნიკა გვარამიამ რამდენი მილიონი არჩევნებზე და საჯაროა და დღემდე ვერ ათქვევინო ვერამი საიდან მოიტანა ეს ფული ეს არ არის პრობლემა ამას ცალკე ვილაპარაკოთ შეგვიძლია რამდენი მილიონი დახარჯა იმან რა ქვია ლელომ არჩევნებზე და რამდენი დახარჯა გახარიამ დახარჯა 10 ჯერ და 20 ჯერ ნაკლები შესაბამისად შენ ისე კი ნუ ითვლი რამდენი ხმა იყო დაითვალე ვის ერთი ხმა რამდენი უზის გავიგე ახლა მე შეგეძლო ვისაც რამდენი უზის ერთი ხმა და დაითვლი გახარი არის აი რამდენიმე საფეხური ანუ გახარი მაგალითად ნახე რას ვამბობ მომყოლმა გაიგოს რომ გვარამიას და ლელოს ერთი ხმა თუ უზის 20 ლარი გახარიას უზის 1 ლარი ოკეი მოკლედ დაახლოებით ეგეთი ფარდობა ამიტომ მასე ნუ ითვლი მე მინდა რომ დავასრულო ეს რადგან ახლა ნახე რა არის თუ ჩვენ თანხმდებით რომ თავარი ხელსაწყო რაც არის ქოცების არის ანტინაცი კამპანია მაშინ ლელოს უნდა აიღო უფრო ნაკლები ვიდრე აიღო გახარიამ ანუ შესაბამისად ამ არგუმენტს აი ეს წამით ახლა თუ შენ მეუბნები ახლა ნახე შენ მეუბნები რომ ესე იგი ანტინაცი კამპანია კი არ არის თავარი არის ის რომ იქეთ ყავს ოლიგარქი აქეთ უფრო მეტის მხარჯველის შესაძლებლობის მქონე ადამიანები და აგებს ის ვისაც ფული არ აქვს ის კი არა ხო გადამწყვეტია ესე იგი თუ ბევრი რამე არის გადამწყვეტია რატო უნდა წავიდეს და გაემიჯნოს იმიტომ რომ გადამწყვეტი რო არ არის იმას კი არ შეასო დიდი წილი არა აქვს ამ ამბავში ანუ ნახე არჩევნებში მუშაობს ბევრი რამ ხო მრავალ კომპონენტიანია ერთი არის ფული, რომელიც ჩემი აზრით დღეს გადამწყვეტი არის, იმიტომ რომ სამწუხაროდ თბილისის გარეთ რეალური პოლიტიკური აქტიური ამორჩეველი ჩვენ არ აქვს. ანუ მარტო თბილისში ხდება, როცა მარტო თბილისში ხდება, იმიტომ რომ რაღაც წილი ხო არის, ნახე. რაღაც წილი, კაცო, გახარიასი არის 20 ივნისი, არაპატია ბევრმა. დიდი წილი არის. ხო და დაიმიჯნოთ ხო მაგას ვამბობ. მაშინ გახარიას წავიდეს ერთობაში, რატომ უნდა შევიდეს? ვინც ვერ აპატია 20 ივნისი ის მიცემს ნაცებს ხმა, ვინც ნაცები ვერ აპატია ამას ვამბობ. არა, რატო იქ თუ კოალიცია პირობითად გეოვნები, ნახე სხვა რამეს გეოვნები. მაშინ სულ ყველა ცალ-ცალკე შევიდეს. სულ ყველა ცალ-ცალკე იყო ამ არჩევნებზე და ესეც არ არის პრობლემა. არა, სხვა რამეს მაგალითად მინდა რომ შემოხაზო 4-იანი. მაგრამ გახარიასთან გირჩის ამომრჩეველი არ შემოხაზავს გახარიას ერთობაში. ყველაზე მეტი პრობლემა მან რა იყო? კვლევამა ჩვენა რომ გირჩის არა, ერთობა რეალურად არ გამოდის. არა, გეტყვი. გირჩის ამომრჩეველმა რომელიც იყო ძალიან ბევრი 4-იან კოალიციაში, გეუბნება რომ გახარიას არ შემოხაზა, იმიტომ რომ მე გახარიამ თვალი დამთხარა. რომ გირჩის ამომრჩეველი მაგშინ არის ის ამომრჩეველია. ხო, მაგრამ ერთობა თუ შედგება გირჩის ამომრჩეველი ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ მე რა. არა, არ დახუჭავს. ვიდრე ვიღაცა ნაცებზე დახუჭავს. არავითარ შემთხვევაში მე რა თვალი დათხარეს, რატო? მაკოგომურმა რატო უნდა დახუჭოს თვალი თვალ რატო? არა, უნდა დახუჭოს კი არ ვამბობ. მეტი შანსია. რატო თვალი დათხარეს? რომ მეტი შანსია. რატო? იმიტომ რომ შენ არ გევასება უბრალოდ 5 მე რა. არა, არ მევასება. რანაირად ეხა ნახე, აქეთ დათხარეს თვალი. არა, მე რა, არ ვერ შემოყვება. 13 წელი რა ხდება ამ არა, მე რა. ახალგაზრდა ბავშვ 20 ივნისს გაუსწორდა გახარია რეზინის კოლოს. კარგია თქო, მაგას ხო არ გეუბნები. მე გეუბნები რომ მაკო გომური თავად გამოვიდა და თქვა რომ მზად ვარ გახარიასთან დავდგეო. დიცულოვანია. და ამას ვამბობ რომ ანუ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ მაკო გომურის დიცულოვნებით, იმიტომ რომ ეკეთა მხარეს დიცულოვანი არ აღმოჩნდა. მე ვამბობ რომ პრაგმატულად რა გაძლევს. პრაგმატულად მაძლევს ის რომ ამ თემებს ლაპარაკი უნდა დასრულდეს. უნდა ვთქვათ რომ წარსული გვერდზე. ხო და თუ არ არის მაშინ ვიქნებით ამ მდგომარეობაში მე რა. მაშინ არ ვაგებ. პროპაგანდაში იქამდე წავაგებ სანამ შევყვები მე რა. აი სანამ მე და შენ ამ თემაზე პოლემიკა გვექნება, იქამდე შევყვები. როდესაც ამას არა მე და შენზე პიროვნულად მე და შენ სულ რო გავჩუნდეთ, ნანუკა. ხო, ეს პროპაგანდა მუშაობს. მე და შენში მე რა ბიდა ნანუკა კი არ არის. ჩვენი მოსაზრებებია, ჩემსკენ ჩემნაირები რო ფიქრობენ და შენსკენ შენაირები. ჩვენ სანამ ამ თემაზე საუბარს არ შევწყოთ და არ ვიტყვით, რომ მოურჩით წარსულზე საუბარს. შენაირებდა ხალხმა რაღაცები გადალახა. მაგალითად, რუსული კანონის მერე, იმის მერე, როცა ისინი დაუპირისპირდნენ დასავლეთს, ჩვენს ევროპულ არჩევანს,
მეც რაღაცები გადავლახე ჩემ თავში. ჩვენ ხო, გაბრაზდი რა. როგორც მაკოგომურმა გადალახა რაღაცა. ხო. ისე, მაგრამ არის დარჩა ბევრი ადამიანი, რომელსაც მაინც ვერ მერაბ, გადალახა. ეგ ადამიანი მაინც ქოდს აირჩევს. იმ ხალხს, მაგ ადამიანს მაგ 25% შეეშვი. იმ ხალხს, ვინც პირადად შეეხო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და მაკოგომს არ შეეხო გახარია პირადად. ხო, მაგრამ მაკომ გადალახა მეთქი. ის რატო ვერ ლახავს? რატო? ეს ხო, მე რა ვიცი, ყველა ადამიანი ინდივიდუალური. რატო მესმის მერაბ, ამიტომ რა უნდა ქნა? აი ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან. არა, ჩემო ოქრო, უნდა შეეშვა მაგ ადამიანს. თუ შეეშვა, აგებ არ არა, არა, აგებ, იმიტომ რომ ფული არ აქვს, წეღან არ მითხარი? არა, ყველა ფაქტორია, ფული არა გაქვს, ეს თემა ის თემა. ერთი ფაქტორი ხო არ მუშაობს. 55% უნდა დაუტოვო ქართულ ოცნებას. არა, მერაბ, 55% უნდა დაუტოვო ქართულ ოცნებას. არა, უნდა ადგე, უნდა ფულის მობილიზება გააკეთო არაერთი 4-იანისთვის და არაერთი 5-იანისთვის, მათ შორის გახარიასთვისაც. ამიტომ ეს კოალიცია რო შეიქმნება, აი ეს ფული რომელიც მობილიზება შეიძლება, ერთ პარტიაზე კი არ უნდა დაიხარჯოს, უკვე ამერთობაზე უნდა დაიხარჯოს, მთელი რესურსი ამერთობაზე უნდა დაიხარჯოს, ყველაფერი ადამიანური რესურსი გვერდში დგომა, ის 35% კონდეს. ვერ შეედრება, სხვა რამეს ვაბ, ახლა გახარიაზე გაბრაზებული ადამიანების რიცხვი რაოდენობრივად სამართლიანად გაბრაზებული ადამიანების ანუ ეს ჩანს ყველა სიტუაციიდან. ამაზე ცალკე არ უბრალოდ გახარია ვიცაწყენინა პროგრესული ახალგაზრდა ბავშვია, რომელიც ისეთია და ის არის რუსი. რაოდენობრივად ვერ შეედრება, იმიტომ რომ შენ ვერ წარმოიდგენ. შენ დამითვლია. ჩემს ირგვლივ დამითვლია ყველა ჩვენი სოციოლოგია. შენ ვერ წარმოიდგენ რამდენი ადამიანი შეეხო 9 წელს. მეც ვერ წარმოვიდგენ. კაცო, ძალიან ბევრს თქო, მაგას მე ვარ მათ შორის ვინც უარყოფს. გახარია ამდეს არ შეხებია, ვიხდი პირადად. მერაბ 20 იმის. ანუ აქ თემა ეს არის, 20 იმისი პრობლემაა, ანუ კამარა გახარია პირადად არ შეხებია იმის მიათეთსაც, რამდენსაც ნაციონალურ მოძრაობაში. მე ხო მაგას შენ მოყვები. ანუ მე დღემდე მხვდება ხალხი ქუჩაში, რომლებიც მეუბნება რა ქოც ერთი მიზეზით ვაძლევ ხმას. ერთი მიზეზით ჩემი ოჯახის წევრს შეეხო ნაციონალურ მოძრაობაში და მე ეს ვერ გადავხაშავ. მე ჩამომართვეს ქონება, ჩემი ოჯახი იყო პრობაციონერი უსამართლოდ, ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირეს. რო ამბობდე რომ 300 ადამიანი გაატარეს ამ რეჟიმში, მე ეს მითი მეგონა, მაგრამ დღემდე მხვდება ხალხი, რომელიც ზოგი 20 დღეს რო შეხედავ არის ახალგაზრდა და მიკვირს რომ აი ნაცების რეჟიმის 14 წლის იყავი და როგორ შეგეხოდა? კი, ბირჟაზე ვიდექი და მომკიდეს ხელი. წამეთრიეს რატოდ გახარ ბირჟაზეო? და ამას არ პატიობს. დამიჭირეს 14 წლის ბავშვი ბირჟაზე რატოდ გახარო? არ შეიძლება ბირჟაზე დგომაო და მე ვდავებოდენ რომ რაღაც ეხა ჩაგიდებთ იმას, რა ქვია, მარიხუანას რაღაცა 9 წლით ჩაგსვამთ. ასეთი ხალხი შემხვედრია, მოხდენ ანუ კადა. ამ ხალხის რაოდენობა არის განუზომლად მეტი. ვიდრე გახარიაზე გაბრაზებული ხალხი. და ამაში აგებ მე შენ, იმიტომ ის გეუბნება რომ მე არ ვპატიობ ამას. დამორიცხულია. უყურებ და ეხა პასუხი უნდა გავცი ამას, რატომ არ უყურებ. ნახე როგორ არის. გახარიას ვინც აპატია არის პროგრესული პროევროპელი, არის სხვა ტიპის ამომრჩეველი, სხვა ტიპის მოქალაქე, მაკოგომურის და ყველა ისმა და ის ფიქრობენ რომ ეხა ამის დრო არ არის, მე შენ გაპატიებ, შენთან ერთად დავდგები მაკოგომურმა რა თქვა ნახე, მე შენთან ერთად დავდგები, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანას ჭირდება. მე კი ცალი თვალი თორე. რატომ? იმიტომ რომ სხვა შეგენების ადამიანია, სხვა თაობაა, სხვანაირად განათლებული ადამიანები არიან. და ძალიან ბევრი, რომელიც გეუბნება რომ მე ჩემ ქვეყანას გვერდით ვერ დაუდგები, იმიტომ რომ ჯერ კიდე მახსოვს რომ ქონება ჩამომართვი და მე იმ ჩემი პირადი წყენიდან ვერ გამოდივარ და ჩემი ქვეყანა რუსეთისკენ წავა თუ იმისკენ წავა არ მაინტერესებს. მე ჯერ კიდევ ნაწყენი ვარ, შენ არა დავასრულებ, არა, ბევრი გეუბნება რომ მიდის, მე ესეთი მინახავს. მაგრამ მე პირადად მაწყენინე შენ და ამას არ ვივიწყებ, არის სხვა განვითარების ადამიანი, რომელსაც არ უნდა ელაპარაკო. უნდა დატოვო იქ, სადაც არის. და მეორე ადამიანი, გეტყვი მე რა, მაცადე არჩევნებზე მიდიან და ტარანი თვლით არის, არჩევნების თვლით არის და აგებ მე ამ არჩევნებს. არა. ასეთი რადიკალური ამორჩეველი ბიძინა ივანიშვილს, აი რო ვამბობთ, ეხლა ცეცხლი რო წაუკიდო, მიცი ამორჩეველი იქნება, მაინც არის 35% ყველა კვლევა ამბობს, კი არის. და არიან ადამიანები, რომლებიც არიან შუაში, რომ ნაცი ქოცი არ ადარდებს ეხლა რა. ჯერ კიდევ ვერ ხედავს ბიძინაში სერიოზულ პრობლემას, თორე ნაცკოცობაზე არ არის აქ ლაპარაკი. ამბობს რომ სტაბილურობა, აქ რაღაცა ესია, აქ ეს პროგრესი და ამიტომ აძლევს ქოცებს ხმა? ხო, და ამბობს რომ მე ვერ ხედავ. მე მინახავს თქო მე რა ბეხა გეუნები სოციალური ადამიანები ნახე ისეთი ნორმალური ადამიანები ხა პარიზში შევხვდი ისეთ ნორმალურ ოჯახს და მეუნება ეგეთ რამეს ბიზნესში ვერ ხედავს პრობლემას და პრორუს ვერ ხედავს თორე სხვა პრობლემას ხო ხედავს მაგრამ მაინც რატო აძლევს ოპოზიციას რატო არ აძლევს ხმა გეუნება ნახე რას გეუნება მე ოპოზიციას რატო არ აძლევს ომის თემა მე ერთადერთი ხელისუფლება რა მითხრა არგუმენტად გეუნები რა ერთადერთი ხელისუფლება რომელსაც ომი არ ქონია მე მეუნება პირად საუბარში რა ომი არ ქონია მეტნაკლებად აი ამითი ლავირებენ
ცდილობენ სიტუაციის წასვლა. არსებობენ პროგრესული განათლებული ადამიანებიც კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აი ეს რაღაცნაირი ნეიტრალური პოზიცია თუ რაღაცა მათ სიმშვიდეში აცხოვრებს რა და ჯერ კიდევ ვერ ხედავს ოღონდ იქვე თვითონ თქვა რომ მე ხა მესმის თავს ვიმართლებო და რაღაცებს ვეჭიდებიო, მაგრამ სანამ ღიად ნაცების პრობლემა მას არა. არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ქონდა ხო, ნუ ვიღაცა შეიძლება არის ეგეთი, მაგრამ რაოდენობრივად ჩემი აზრით, მე მაგალითად პირადად ვინც ხვდება რაოდენობრივად არის 10-ჯერ 20-ჯერ მეტი, ვისაც ნაცების პრობლემა აქვს, ვიდრე ომის პრობლემა აქვს. ომი არის როგორც აი დაემატა მათთვის ზემოდან კიდე ახალი არგუმენტი. მე ვერ ვიტყოდი, მე რეგიონში ვარ, მე გიგი მთხოვარ რომ წავყოლოდი რაღაცნაირად შესახვედრად კამპანიის შესახვედრად და გულწრფელად ჩვენ რომელ ჭიშკარზეც დავაკაკუნეთ 2020-ში მე ხომ მქონდა არჩევნები. ეხა ხო წავყევი გიგისთან ერთად ვიყავი. საერთოდ სხვა სურათი დამხვდა. ის ადამიანების და ისინი სადაც კი მე მოგებული მქონდა, აი იმ კონკრეტულ უბანში მოგებული არჩევნები მქონდა. აი მაგალითად სახელებით რო იცნა ბებოებს, რა გეუბნებოდნენ რომ ნანუკა ომი გვეშინია ბებო, უკრაინაში მე ჩვენს დაგვბომბავენ, უკრაინას მიგვაყოლებენ, ანუ ძალიან კარგად იმუშავა ამ არგუმენტმა და ძალიან ცუდი იყო ოპოზიციის შიში რომ ამ თემაზე და გიგი მათ შორის გიგის ახლა სწორად გამიგებს ალბათ რომ თუ ამბობ გიგი მეუბნებოდა რომ არ შევყვეთ ამ თემაში, იმიტომ რომ წამგებიანია ეს თემა. ანუ კი არ უნდა შევყვეთ, უნდა შევყოლოდით ამ თემაში, სხვათა შორის გიგა ბოკერიას ვეთანხმები ამაში. უნდა შევყოლოდი და ბევრი უნდა გვესაუბროთ ამ თემაზე, მაგრამ ეხლა ცოტა სხვაგან წავალთ, რაღაცა მინდა რომ ვთქვა, ნახე როგორ არის. მე მგონია, მე ესე მგონია და უბრალოდ მინდა რომ დამასრულებინა. თუ წარსულზე საუბარს შეეშვებიან თუ იმედებით ისინი შეშვებიან კომისია შექმნეს დანუკა რომ თავიდან ახალგაზრდებს რო გავახსენოთ რა ქნეს ახალგაზრდებს უნდა გავახსენოთ თეატრიდან გამოვიდა სკოლაში უნდა ისწავლებოდნენ კი და მე თეატრულკიაზე ნუ მელაპარაკო კაცო დღეს წესით მე არ მიგეს თეატრულკიაზე არა რაზე დგას მე არა მე ხელისუფლება დგას ამაზე მე რა Facebook-ში ისევ მე ვარ ნაცებზე რისერჩერი არა მე ვარ რისერჩერი და ვუყურებ ყველაფერს სვანების თემა შემოუბრუნდათ ეს ოჯახები ალაპარაკ და ამდენი ოჯახი თუ ყავდა დაზარალებული არ ვიცოდი რაღაცა თემება გაუსხა ოკეი გაუსხა იქ მაგალითად აღმოჩნდა რომ ის ბიჭი რომელთანაც შემთხვევით გაიცროლა პატრულმა დაკავებული ყავდათ ნაცებს დღეს თურმე აგერ პოლიციაში დაუსაქმებიათ ბუტაზე ანუ პირიქით იმდენმა თემამ წამოუსხა რომ ჩემი აზრით თუ გაინტერესებს და ასევე ჩემი ინფორმაცია ძალიან უკმაყოფილოები არიან თეატრულკიანის ამ კომისიამ ვერ იმუშავა ისე სწორად როგორც უნდა იმუშავა რა გათვლაც ჰქონდა იცი რატო ისინი რაზე ცდილობენ ისევ დაეყარნენ გავიგე მაგრამ რაზე რატო იცი იმიტომ რომ ატარებენ კვლევებს ნუ მიყვები იმას რა უნდა ეგ დაახლოებით როგორ შეცდომა იცი როგორ შეცდომა იცი რომ ომში რო არ გაყევი არავითარ შემთხვევაში ომის თემაში რო არ გაყევი იგივე შეცდომა ახლა მე არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს მაგას ამბობდა მაშინაც ოპოზიცია რომ ომის თემა არის იმათი დღის წესრიგი და კოცებს არ გაყვეთ დღეს ამბობ რომ შეცდომა არა მე ომის თემა არის არგუმენტი არა ომის თემა არის არგუმენტი რომელზეც იყო სამუშაო და ის რომ დღეს ადგება და მე-13 წელზე იგივე პროპაგანდას გიტრიალებს ამ ნაწილში ამაში არ უნდა შევყვეთ და მე გეტყვი რატო არ უნდა შევყვეთ ჩვენ კი არ უნდა შევყვეთ რაც მოხდა ნახე რა მოხდა იქ ვიღაცამ დაწერა იქ ვაზაგაშვილის მიერ მოკლულმა ძმა დამ თვითონ დაწერა პოლიტიკოსები კი არ უნდა შეყვნენ ეს თვითონ ამოიყარა ანუ ვაზაგაშვილის დაზარალებულებზე მე რომ აშავებ და პოსტივი რას ქვია სიუჟეტს აკეთებდი აგერ თვითონ დაიწყეს ამ ხალხმა დღეს ლაპარაკი რომ მასაც ყავდა მოკლული ადამიანები და სინამდვილეში რა იყო ხა ამ თემის შესვლა მინდა მე მინდა რომ ბოლოს შევაჯამო ნახე მე რა არის და დამასრულებინო რომ ხალხმა ჩემი აზრი გაიგოს მე მგონია რომ აი ამ ადამიანებმა ვინც ისჩევს ევროპას დღეს უნდა გაითვალისწინონ და კარგად გაიგონ რის წინაშე ვდგევართ ის რომ პარიზში მცხოვრებ საყვარლეს ემიგრანტს არ ჯერა რომ პირდაპირ ევროპის რუსეთისკენ მიდივართ ჩვენ ხო გვჯერა და ვისაც ეს გვჯერა ჩვენ ამ უმრჩევლებს და მათ პოლიტიკოსებს უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ფინანსური რესურსიც უნდა გაერთიანონ ადამიანური რესურსიც ყველა ძალა ენერგია და უნდა თქვან მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე ბიძინას უშვებთ და მერე ხალხმა გადაწყვიტოს ვერ უშვებ ამის გამო უშვებ აი მის გამო რომ ნაცები არიან ამ ამბავში ერთობა არ ყოფილა საერთო ხაზინა არ ყოფილა ნაცებთან ერთობა ვერც გამოდის არ ყოფილა თუ ერთობა იქნება საერთო ხაზინა იქნება საერთო ადამიანური რესურსი იქნება აუცილებლად ბიზნესა დამარცხდა ბოლო კითხვა მექნება ადგილობრივ არჩევნებზე როგორ ფიქრობ უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ და ვინც მიიღებს იმასთან დაკავშირებით რა აზრი გექნება მე ეხლა ნახე როგორ არის მე ვფიქრობ რა თქმა უნდა არ უნდა მიიღოს არჩევნებში არ მონაწილეობა ამ პირობებში ამ გარემოში როდესაც ორი რამის გარდა ხარ მოყვები ყველა ვიცით ხო ერთმანეთს მოსაზრება ორი რამის გარდა ვიდრე პატიმრები არიან შიგნით არავითარ შემთხვევაში ეს ერთი და მეორე და ყოველ სხვათა შორის რომ იცოდე გახარია რომ ეხა შეხვდა მშობლებს ეგ პირობა მან მისცა რომ ვიდრე პატიმრები არიან რომ მე ამ საკითხს არც კი განვიხილავო არ ვიცი ხა რამდენად სწორია რომ გამოვიდა მაგრამ არა ინტერვიუში თქვეს მშობლებმა ანუ რა არაფერს საიდუმლოს არ ყვები და მეორე
თუ მე ვამბობ, რომ ეს არჩევნო კომისია, ეს ადამიანი, რომელსაც მელანი შეასხეს ვერ მეხსოვრებ გვარს, რომელსაც ეს ადამიანის არჩევნო კომისიის კალანდარიშვილი, თუ კალანდაძე, ხო, კალანდარიშვილი. კალანდარიშვილმა არჩევნები გამიყალბა და ეს არის თუ მე ვამბობ, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, თუ მე ვამბობ, რომ ამ ყველაფრით ესე არის ბიძინა მთავარი ხელსაწყო, რა იცვლება თვითმმართველობის არჩევნების დროს. თუ მე ბიძინა იგივე ხელსაწყოთი მებრძვის, რა შეიცვალა? ანუ მაშინ არაფერი არ შეიცვალა, უბრალოდ მივუყვები თამაში. და ვალიდაცია მჭირდება რაღაცა ტიპის მოლაპარაკება. მოკლედ მე ესე ვფიქრობ, რომ ეხა ბიძინას ვინ შეყვება არჩევნებში ბიძინა. ესე უყურებ. მადლობა დიდი. დიდი მადლობა შენ. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ მე და შენ სულ სხვადასხვაგვარად ვფიქრობ და ძალიან დინამიკაა და ცოცხალია ჩვენი გადაცემა როცა